ბრუნდებით არჩევანის სტუდიაში. რაბედიელის საღდრისის საბადოს მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ეს ადგილი ისტორიული ძეგლია და დაუშვებელია ეკონომიკური ინტერესებისთვის მისი განადგურება. მეორე მხარე კი აცხადებს, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მაღარო აქ არ არსებობდა და ვერც იარსებებდა. ამასობაში ლიცენზირებული კომპანია ოქროს მოპოვებით სამუშაოებს იქ ვერ იწყებს, ვინაიდან კულტურის სამინისტროსგან მას ამის ნებართვა არ აქვს. კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია დღეს არჩევანის სტუმარია, მასთან ერთად კი კომპანია RMG-ის წარმომადგენელი ბატონი სოსო ცაბაძე და მეცნიერთა მთელი კორპუსია აგრეთვე ჩვენი სტუმარი დღეს არქეოლოგები და გეოლოგები, რომლებიც განსხვავებულ აზრზე არიან საღდრისთან დაკავშირებით. ვახტანგ ლიჩელი, გურამ ლორთქიფანიძე, შოთა ადამია, გოდერძი ნარიმანიშვილი, გოგი მინდიაშვილი და დავით სახვაძე. ბუნებრივია, მე დავიწყებ ბატონი მინისტრისგან. ბატონ გურამ, მთავარი გაურკვევლობა ვიცით ყველამ გამოიწვია საღდრისის სტატუსმა 2006 წელს მას მიენიჭა ძეგლის სტატუსის შემდეგ ეს სტატუსი უკვე თქვენი მინისტრობის დროს გაუქმდა და ამან თეორიული შანსი გააჩინა, რომ იქ საწარმო, რომელსაც ამის კომპანია, რომელსაც ამის ლიცენზია აქვს, შეძლებდა შესაძლოა სამუშაოების დაწყებას. ამან საზოგადოებაც გახლით ჩაურათ, ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს გაანადგურებს საღდრისის ძეგლს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეს ძეგლი არც არის და არაფერი არ დაშავდება თუ იქ ეკონომიკურ აქტივობას დავიწყებთ. შეგიძლიათ გითხრათ თქვენ აქ თუ რა პოზიცია აქვს კონკრეტულად კულტურის სამინისტროს? ხო, პირველი ყოვლისა, ბატონო გიორგი, მე გიპასუხებთ, რომ სტატუსის მოხსნა სხვა მომენტია, სტატუსის სამინისტროს არ მოუხსნია. იმ დროს, როდესაც წერილი შემოვიდა ჩვენთან სამინისტროში, შეიქმნა კომისია. კომისია დაინტერესდა უპირველეს ყოვლისა საღდრისის პასპორტით, ანუ რა სახის კულტურული, ესე იგი, ძეგლია მემკვიდრეობის ეს, ოქროს მოიპოვებდნენ, სპილენს თუ შეიძლება კიდევ სხვა რამე არსებობდა. ამიტომ ამის დოკუმენტაცია სამინისტროში უნდა ყოფილიყო და მოვიძიეთ ეს ყველაფერი, კომისიამ მოიძია უფრო ზუსტად და იმ ჩამოთვლილ 4000 ძეგლს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ ძეგლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის არსებობისას და უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ნელ-ნელა, ესე იგი, ხდებოდა მათი აღდგენა სტატუსის მინიჭების ბოლოს, ყველაზე ბოლოს აღმოჩნდა საღდრისი. მოიძიეს დოკუმენტაცია არ აღმოჩნდა. არც ერთ ჟურნალში, არც მეორე ჟურნალში, არც არქივში. კომისიის წევრები, რომლებიც მაშინ მუშაობდნენ, ცოცხლები არიან და ღმერთმა თითქოს აცოცხლოს ვერც ისინი იხსენებენ, რომ ვინმე შემოიტანა ქაღალდით თუ არა. კომისიამ დაამტკიცა დოკუმენტაცია თუ რის საფუძველზე უნდა ყოფილიყო ეს ძეგლთა სიაში. ყოველ ძეგლს აქვს თავისი პასპორტი და ამიტომ ფაქტობრივად კომისიამ ბათილად ცნო ის უკანონო აქტი და ამიტომაც მას არ ქვია ესე იგი სტატუსის მოხსნა. სტატუსის მოხსნა სხვანაირად მიმდინარეობს. მან საბჭო არსებობს ესეთი სტრატეგიული საბჭო და ის ხსნის სტატუსს ძეგლს. და წერია კიდეც, რომ ძეგლს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოეხსნა სტატუსი, როდესაც ის უკვე დაიშალა, დაინგრა, დაკარგა პირვანდელი თავისი მდგომარეობა, მნიშვნელობა და ასე შემდეგ, რომლის აღდგენა შეუძლებელია. ანუ კონკრეტულად რომ ვთქვათ, არის თუ არა საღდრისი ძეგლი? არა, ამჟამად არ არის ძეგლი, რა თქმა უნდა. ძეგლი არ არის, მაგრამ არქეოლოგიური ობიექტია და მას იცავს სწორედ აი ეს სტატუსი. სტატუსი არ ქვია, არქეოლოგიური ობიექტის მნიშვნელობა აქვს ასე. მაბატონო, ხომ არ ფიქრობთ თქვენ, რომ გარკვეულწილად ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ ამ კომპანიასთან, რომელსაც იქ აქვს სურვილი, რომ დაიწყოს სამუშაოები და ამ კომპანიაზე დამოკიდებული ათასობით ადამიანი, რომელიც მუშაობს ამ კომპანიაში და აგრეთვე ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას. ხომ არ ფიქრობთ, ასე ვიტყოდი მე, რომ კულტურის სამინისტრო ცოტა ჭრელი პეპლის როლში აყენებს ამ კომპანიას, მას ეუბნება ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები და თითქოს ეს საკმარისი არ იყოს კიდევ დელიავრანული უმღერის. როდემდე უნდა უსმინოს ადამიანმა დელიავრანულის, როდესაც ის ელოდება კონკრეტულ გადაწყვეტილებას. არის ეს ძეგლი თუ არ არის და თუ არ არის ეს ძეგლი, მაშინ რატომ არ შეიძლება იქ დაიწყოს ამ კომპანიამ სამუშაოების წარმოება? მას მოეხსნა იმ ადგილს საერთოდ ზონა, როგორც არქეოლოგიური ზონა მოიხსნა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ აი იმ ობიექტს აქვს ეს კი არქეოლოგიური ობიექტის მნიშვნელობა და ეს ნიშნავს, რომ ის დაცულია და მან არ შეიძლება, ესე იგი, მისი არც დაზიანება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ შეიძლება რამდენი ხნის განმავლობაში. მაგრამ აი მე გეტყვით, ბატონო გიორგი, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი პიროვნების, ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების გადასაწყვეტი, ეს არის უკვე საღდრისის თემა თვითონ იმდენად ტკივნეული, იმდენად მნიშვნელოვანი გახდა მთელი ქართული საზოგადოებისთვის, რომ აქ უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება, ანუ სახელმწიფო გადაწყვეტილება, ანუ ამ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოება მთლიანად და ასევე კიდევ სპეციალისტებმა, ექსპერტებმა ყველამ უნდა
უნდა მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ საჯარო განხილვები უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ მიიღებს კულტურის სამინისტრო. ფაქტობრივად საჯარო განხილვები დაწყებულია ჯერ კიდევ ზაფხულიდან იყო, მე მახსოვს ჩვენთან კულტურის სამინისტროში მოდიოდნენ ასეულობით, იყო რამდენიმე შეხვედრა, იყო შეხვედრა გერმანულ მხარესთან, იყო შეხვედრა გერმანულ-ქართულ ექსპედიციის წევრებთანაც. გასაგებია, მაგრამ რაღაც ვადები ხომ უნდა იყოს ბატონო გურამ გაწერილი, იმიტომ რომ ამ კომპანიას თავისი გეგმები აქვს, თავისი ვადები. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ათასობით ადამიანი ამ ინვესტორთან მუშაობს, რომელიც ელოდება, რომ გაგრძელდეს და გააგრძელოს მან მუშაობა და არ დარჩეს ლუკმაპურის და ხელფასის გარეშე. როდემდე შეიძლება ელოდოს კომპანია საბოლოო გადაწყვეტილებას, როდემდე შეიძლება ეს განხილვები გაგრძელდეს? ხო, ჩვენ კულტურის სამინისტრო ამ ვადებს, რა თქმა უნდა, ვერ განსაზღვრავთ. ვინ უნდა განსაზღვრავთ? ეხლა არის სარჩელი კომპანიის ჩვენს ასე ვთქვათ საწინააღმდეგოდ პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში. პრემიერ-მინისტრის კანცელარია განიხილავს ახლა ამ საკითხს, განიხილავენ სპეციალისტები და იცით რა ხდება ჩვენ მაგალითად როგორც კულტურის სამინისტრო ცდომა არ აქვს ყველაფერი. ჩვენ შეგვიძლია ძეგლზე ვისაუბროთ მის სტატუსზე, მის მომავალზე, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ რა რაოდენობის არის ის მადნეული, რაც მათ მოიპოვება, რამდენი ადამიანი მე კი ვიცი, მაგრამ აქ სხვა ცდომა საჭირო არის დასაქმებული, მათი პერსპექტივა, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც სასტორის ორპინაზე დაირღვევა ეგ წონასწორობა. ის ხომ თქვენს მოლოდინის რეჟიმში ხართ, საბოლოოდ ვთქვათ კონკრეტულად მისელოდებით ესე იგი? რა თქმა უნდა, ეს საერთო გადაწყვეტილება უნდა იყოს, როგორც გითხარით, უკვე კანცელარიაში მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა და ნუ ველოდებით ჩვენ ალბათ ამ დღეებში შევიკრიბებით და იქნება მანდ კითხვები, პასუხები, მსჯელობა. კულტურის სამინისტროს პოზიცია როგორია, მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენზე რომ იყოს ეს მთლიანად დამოკიდებული, თქვენ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდით? ჩვენ მივიღებდით როგორ გადაწყვეტილებას მთელი ეს პერიოდი ჩვენ ვცდილობდით, ჩვენ ოცნებობდით, ჩვენ ძალიან გვინდოდა ერთი რამ და გვინდა ეხლას თუ მოსახერხებელია, თუ მოხდა რაღაც დღეს უკვე ფაქტიურად საიტნოტში ვართ მართალია, მაგრამ ჩვენ გვინდა ერთი რამ რომ მანდ იყოს დარჩეს ეს ძეგლი, მაგრამ თქვენ თქვით რომ ეს არ არის ძეგლი. ხო, მაპატიეთ, ესე იგი ეს ობიექტი და ამავე დროს ეს ობიექტი არ არის ძეგლი, რატომ უნდა დარჩეს? რატომ არის აუცილებელი მისი დარჩენა? არა, ჩვენთან ყველა ხაღალში კომისიის დასკვნაში და ჩემს მიერ გაცემულ განკარგულებებში ყველგან იქ ფიგურირებს როგორც მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტი. მაგრამ არა ძეგლი. თუმცა მე თქვენ ხას გავუსვამ თქვენვე მოადგილე და მარინა მიზანდარი მას ძეგლად თulis და მას კიდევ უფრო პრინციპული დამოკიდებულება აქვს და მას ეჭვი არ შეაქვს რომ ეს ობიექტი როგორც თქვენ ამბობთ არის ძეგლი. მოусმინოთ კომპანიის წარმომადგენელს ბატონო სოსო, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, როდემდე შეიგიძლიათ თქვენ ელოდოთ გადაწყვეტილებას, შეიგიძლიათ იქ მუშაობა თუ არა? პირველ რიგში ერთი რამე მინდა აღვნიშნო, თქვენ ახსენეთ რომ კომპანიას გააჩნია ამ ადგილის დამუშავების სურვილი, კომპანიას მაბადიეთ გააჩნია ლიცენზიით განსაზღვრული უფლება და ამ უფლებასთან ერთად გააჩნია ვალდებულება. ვალდებულება არა მარტო სახელმწიფოს წინაშე, როგორც ლიცენზიანტმა აიღო, ასე ვთქვათ, ლიცენზია გარკვეული ხნით დააკავა ეს ტერიტორია. მან უნდა მოიპოვოს იქ არსებული რესურსი, მან უნდა განავითაროს ამ რესურსის ბაზაზე მრეწველობა და გარდა ამისა, კომპანიას გააჩნია ვალდებულება იმ თავის თანამშრომელთა წინაშე, რომლებიც დღეს მუშაობენ. 3000 თანამშრომელია თუ აქვს? დიახ, მთლიანად კომპანიაში, ასევე ასე ვთქვათ, კომპანიის კონტრაქტორების სტატუსს ჩავთვლით, დასაქმებული არის 3000 ადამიანი. 3000 ადამიანი შემიძლია ვთქვა და გადაჭარბებული არ იქნება, რომ სამთამადნო სფეროში საარსებული ხელფასებთან შედარებით ჩვენ კომპანიაში ანაზღაურება ცოტათი მეტია მართალია იქ რაღაც. თუ ცოტას ჩავთვლით დაახლოებით 20%-ს და გარდა ამისა, ეს არის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კოლექტივი. ამაზე არის მიბმული კაზრეთი, როგორც დაბა, იმიტომ რომ კაზრეთი პრაქტიკულად ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, ინფრასტრუქტურის ნაწილს ამ საწარმოსი და უფრო მეტიც. ამ კომპანიაზე არის მიბმული ბოლნისის ბიუჯეტის 95%. რა მოხდება თუ გადაწყვეტილება დიდი ხნის განმავლობაში ვერ იქნა? მე შემიძლია ვთქვა, რომ რა ხდება უკვე. ხდება ის, რომ კომპანია უკვე განიცდის გარკვეულ ზარალს, იმიტომ რომ ჩვენ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმ თანამშრომლებს, რომელსაც ასე ვთქვათ, სრულფორმატიანი სამუშაოებით უნდა ემუშავათ საყდრისზე, მიუხედავად იმისა, რომ საყდრისის საბადო ზოგადად დღეს ვერ იძლევა ვერავითარ შემოსავალს. მთლიანად კომპანიის განვითარების პროექტისთვის საყდრისი საბადო არის მნიშვნელოვანი უბანი, ხოლო საყდრისის საბადოს რენტაბელურობისთვის ყაჩაღიანის უბანი არის გადამწყვეტად და კრიტიკულად მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე იყო სწორედ მის გარეშე ამ ადგილის კონკრეტულად ამ ადგილის დამუშავების გარეშე აზრი არ აქვს. საბადოს დამუშავებას აზრი არ აქვს.
აზრი არ არის. დამუშავება რას გულისხმობს? მაგალითად, თეორიულად რომ თქვა, თქვენ რომ მოგცენ უფლება იქ მუშაობის, ეს ობიექტი, როგორც ბატონმა გურამმა თქვა, განადგურდება მთლიანად. საქმე იმაშია, რომ ობიექტი ახლაც ნადგურდება. რითი? ჩვეულებრივად, ბუნებრივად ეს არის ობიექტი, რომელიც განიცდის თავისთავად ნგრევას. ეროზიას. გარდა ამისა, არქეოლოგები დამეთანხმებიან, რომ ნებისმიერი არქეოლოგიური გათხრა უკვე ხელყოფაა ობიექტის. პრაქტიკულად ესე გამოდის. და გვაქვს ჩვენ შესწავლილი და იქ მიდის თავისთავად ეროზია, მაშინ როდესაც არქეოლოგებმა თქვათ, იქ გადახსნეს გარკვეული ნიადაგი მოაშორეს გარკვეულ ქანებს, წავიდა იმ ქანების ბუნებრივი ეროზია, 10 წელია უკვე ეს ეროზია გრძელდება და იქ ნგრევა მიმდინარეობს პრაქტიკულად. საქმე იმაშია, რომ მისი შენარჩუნება შეუძლებელია მისი აუთენტურობის, აი ძირეულად დარღვევის გარეშე. ანუ ეს ობიექტი დაინგრევა. რა გამოსავალს გადავთ თქვენ? ნუ, ძალიან ძნელია გამოსავალი, ხა პირველი არსებობს თქვათ საკანონმდებლო სივრცე, რომელშიც ეს გამოსავალი პრაქტიკულად უკვე ჩანს. იმიტომ რომ არავის სხვათა შორის არ გაუტარებია კრიტიკაში ის იურიდიული დასკვნა, რომელიც იყო ამ ობიექტთან დაკავშირებით, რომ ძალიან ისეთი საიდუმლოებით მოცულია ამ ობიექტის მაპატიეთან გამოთქმაზე გაზეგლების ისტორია, ბევრი მისტიური ამბები ხდება საერთოდ ამ ობიექტის გარშემო. რას გულისხმობთ რომ დაგვი კონკრეტულად? ბატონო? რას გულისხმობთ? ნუ მაგალითად ის რომ ძალიან დიდი წინასწარმეტყველების უნარსამჟღავნების ზოგიერთი, მაგალითად ჩვენ ვიღებთ აღშფოთებულ წერილებს იღებს სამინისტრო, თქვათ იგივე გერმანიის ინსტიტუტებიდან ხდება ეს 22 მაისს, როცა ჯერ კიდე არ არის გადაწყვეტილი რომ კომისია ჩამოყალიბდება, არის ასე ვთქვათ ბატონ ხანსენის წერილი 22 მაისს აგზავნის ბატონი 22 მაისს მე მაქვს საკითხული ეს წერილი, იქ საუბარია ეს გერმანელი დოქტორი სთავაზობს ქართულ მხარეს რომ შეიძლება შეიქმნას ტურისტული მარშრუტი, სადაც საკტრისი იქნება ერთ-ერთი. თვითონ ეს შემოთავაზების мотиваციაა ძალიან საინტერესო, ანუ და ის ამბობს რომ სწორედ ეს უნდა იყოს ეკონომიკური ინტერესი სახელმწიფოსი და არა ოქროს მოპოვება. ჯერ კიდე სამინისტროსთვის არ არის იმ დროს ცნობილი, როდის შეადგენს კომისიას და როდის გამოსცემს ბატონი მინისტრი ბრძანებას, ან და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს კომისია, ბატონი ხანსენი უკვე წუხს. გარდა ამისა, ბატონი ხანსენის წერილი აღმოჩნდა რომ გერმანული ორიგინალი არ არსებობს. მან ქართულ ასე ვთქვათ ტექსტ მოაწერა ხელი, მე ველაპარაკე მის მდივანს ტელეფონით წერილის გამოჩენისთანავე და ვკითხე კიდევაც როდის გადმოიგზავნება გერმანული ორიგინალი, რაზეც მე პასუხა რომ გერმანული ორიგინალი არ არსებობს. ანუ ბატონი ხანსენი ამ დროს ქართულად არ საუბრობს. მოკლედ ბევრი მისტიური თეორიაზე საუბრობთ. თქვენ ამბობთ რაღაცა ძალა ვიღაცა რაღაც ჯგუფი ცდილობს რომ თქვენს წინააღმდეგ იმოქმედოს. შეთქმულების თეორიიდან მე შორსა ვარ, მაგრამ არის დაინტერესებული ჯგუფი, რომელსაც მაინც და მაინც უნდა და თulis არ ვიცი თავის პირად შეურაცხყოფათ რომ რაღაც გარკვეული აზრები და სხვა მეცნიერების მოსაზრებები გაიზიაროს, მით უმეტეს დაეთანხმოს ამ მოსაზრებებს და ჯიუტად აწვება ასე ვთქვათ იმ ვერსიას რომელიც ქონდა. არადა ეს ვერსია პრინციპში აღმოჩნდა რომ კრიტიკას მაინც და მაინც ვერ უძლებს. აქედან გამომდინარე ეს არის ძეგლი. არა, ეს არის ის мотиваცია და ის კვალიფიკაცია ამ ობიექტის, რომელმაც შესაძლებელი გახადა მისი ძეგლად გადაქცევა. ანუ დასაბუთება და არგუმენტაცია იმისა, რომ ეს ობიექტი ძეგლი უნდა ყოფილიყო. კარგი, ამასაც ჩვენ ვისაუბრებთ მეცნიერებთან და ბატონ სოსო, მოკლედ რომ მითხრათ, თავისთავად ინვესტიცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მაყურებელსაც რომ ავუხსნათ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რას გულისხმობს ინვესტირება, რომელიც თქვენი მხრიდან განხორციელდება, მოცულობა ამ ინვესტიციას. კომპანიამ ძალიან მოკლე ხანში დაახლოებით 1 წელს განმავლობაში განახორციელა 350 მილიონამდე დოლარის მოცულობის ინვესტიცია. ეს ინვესტიცია არ იყო ასე ვთქვათ გათვლილი რაღაც დღევანდელ მიზნებზე. ეს ინვესტიცია იყო განხორციელებული სწორედ იმიტომ, რომ ინვესტორმა დაინახა პერსპექტივა სამთავრობო მრეწველობის განვითარების, რომელიც დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად დაღმამოდის, გარკვეულ კლებას განიცდის და ეს არის სწორედ ის ინვესტიცია, რომელიც პირველი აღორძინებს და აბსოლუტურად სხვა ჰორიზონტებზე გაიყვანს სწორედ სამთავრობო მრეწველობას. თქვენ ამბობთ რომ 3000 ადამიანი მუშაობს თლიანად კომპანიაში, თუ ეს საყდრიცის დამუშავება დაიწყო, ალბათ დაემატება სამუშაო ადგილებს. საყდრიცის დამუშავება მინიმუმ შეინარჩუნებს, ასე ვთქვათ, იმ თამასას, თანამშრომლების რიცხვის და ხელფასის იმ თამასას და მეორე მიცემს საშუალებას კომპანიას განავითაროს ახალი სამთამანდო პროექტები, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც დასაქმებულთა რაოდენობას, თქვა, ისევე შენატანების ბიუჯეტში და ეს არის ზოგადად სერიოზული განვითარების პროექტი, რომელიც არის გათვლილი დაახლოებით 15-დან 20 წლის პერსპექტივაზე. და ამის სერიოზული რესურსი საქართველოში არსებობს. კარგით, მე ახლა მინდა მეცნიერებთან გადავიდე შეკითხვებით, მაგრამ მანამდე მინდა ვნახოთ და მაყურებელსაც ვაჩვენოთ თუ რაზე ვსაუბრობთ, ანუ ის ობიექტი, რომელიც აღარ ვახსენებ როგორც ძეგლს, ვინაიდან ბატონმა გურამმა გითხრა, ეს არის ამ ეტაპზე ოფიციალურად
ობიექტი, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტი. აი ეს არის ფოტოები, რომელიც ეს არის მაგალითად ის ნაპრალი, რომელიც შესასვლელი გვირაბი და ამ მაღაროებში აქ შეკითხვები აქვთ მეცნიერებს, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, რომ ეს ნაპრალები ზედმეტად სირია იმისათვის, რომ აქ ადამიანი შესულიყო და იყო თეორიები იმის შესახებ, რომ იმ დროს ადამიანები ამ ჩვენ წელთაღრიცხვამდე რამდენიმე 1000 წლით ადრე ბევრად ტანმორჩილები იყვნენ. ეს არის ის ქვის იარაღები, რომელიც ადგილზე იყო აღმოჩენილი, არტეფაქტები, რომელთაც ამუშავებდნენ მეცნიერების თვალსაზრისით ეს ადამიანები ამ მაღაროს. ეს არის ამ გვირაბების შესასვლელი, თუმცა ამაზეც ბევრი დავა არსებობს, ვინაიდან ეს არის მეცნიერი, გერმანელი მეცნიერი შტოლნერი, რომელიც დგას ამ შესასვლელთან, თუმცა მეცნიერების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს არის გეოლოგების მიერ გათხრილი გვირაბი და არა ის ორიგინალი გვირაბი. შემდეგ აი ჩვენ იქ დავინახეთ ოქროს ძარღვი, რომელშიც თითქოს მოიპოვებდნენ ოქროს ეს ადამიანები და შემდეგ აი ეს არის სწორედ თავად ამ ობიექტის გარეხედი, გარედან გადაღებული ფოტოები, თუ რა მდგომარეობაშია საყდრისის საბადო დღეს. კიდევ ერთი მომენტი, რომელზეც მახვილდება ხოლმე ყურადღება, როდესაც ამ ადგილზეა საუბარი, ეს არის მდგომარეობა, რომელშიც არის გარშემო ტერიტორია, აქ არის ნაგავსაყრელები და მე რამდენადაც ვიცი, თქვენ ითვალისწინებთ იმასაც კომპანიის ხელმძღვანელს მიმართავ, რომ ეს ნაგავსაყრელიც გასუფთავდეს. თქვენ მზად ხართ, აი აქ ხედავთ ჩვენ, აი ეს უკანეს გორაკი არის თავისთავად საყდრისი და წინ ჩვენ ხედავთ ნაგვის გროვას, ვინაიდან ირგვლივ ფაქტობრივად არის ნაგავსაყრელი. გადმოვალ მე ფოტოები ჩვენ შეგვიძლია პარალელურად ვნახოთ გადაცემის მსვლელობისას, მაგრამ მეცნიერებთან გადმოვალ შეკითხვით. მოდით დავიწყებ იმ ადამიანებით, რომლებიც ფიქრობენ და დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის ისტორიული ძეგლი და აქ ადამიანები ათასობით წლის წინ მოიპოვებდნენ ოქროს. ბატონო ვახტანგ, რის საფუძველზე ამტკიცებთ თქვენ, რომ აქ შესაძლებელი იყო და მართლაც მოიპოვებოდა ოქრო? მოგესალმებით ელემაყურებელს, თქვენს მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ამას არ ვამტკიცებ. რას ამტკიცებთ ის ვითხარით? პირიქით. დასაწყისში ვიდრე უშუალოდ ამ თემას შევეხებოდა და კონკრეტულად მოგახსენებდეთ ჩემს მოსაზრებას. მე მინდა მაყურებლისათვის გარკვეული განმარტება გავაკეთო, რადგან ფართო საზოგადოებას ბუნებრივია დეტალურად არ შეიძლება წარმოდგენა ქონდეს საზოგადოებრივ არქეოლოგიაზე. ამიტომ მინდა ვუთხრა, რომ საყდრისი არ არის რაღაცა გამონაკლისი, რომლის შესახებაც ასეთი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს სოფლიო არქეოლოგიაში, ქართულ არქეოლოგიაში. არქეოლოგიური ობიექტი, არქეოლოგიური ძეგლი, რომლის გარშემო ერთნიშნადი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს. თუმცა სულ ლოგიკურია, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მეორე, რასაც მინდა მაყურებლის ყურადღება მივაქციო, გახლავთ ის, რომ საზოგადოდ პალეომეტალურგიაში არსებობს ეს პრობლემა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის კონკრეტული ფუნქციის დადგენა და თარიღის განსაზღვრა. აი ეს არის დისკუსიის თემები ახლა აღვლისთან დაკავშირებით, არა? ეს გამოწვეულია ორი ფაქტორით, ჩვეულებრივ ასე ხდება ხოლმე. პირველი გახლავთ ის, რომ როგორც წესი, ასეთ გამონამუშევრებში დიაგნოსტიკური მასალა მიზერული რაოდენობით ხდება, შეიძლება სულაც არ იყოს, ანუ მაყურებლისათვის გასაგები რო იყოს ის ნივთები, რომლითაც შეიძლება ზუსტად დასარეხდეს ესა თუ ის გამონამუშევარი. ეს შეიძლება იყოს სხვა სახის არტეფაქტი. თუნდაც იარაღი, თუნდაც კერამიკული ნაწარმი და ასე შემდეგ. ეს გააჩნია რა პერიოდს განეკუთვნება ეს გამონამუშევარი და მეორე, რაც ასევე დიდ პრობლემებს ქმნის მეცნიერულ კვლევასთან დაკავშირებით, ეს გახლავთ ის, რომ როგორც წესი ასეთი გამონამუშევრები მრავალჯერადი გამოყენებისაა. და ბუნებრივია, რომ აქ წინა გამოყენების ეტაპები შეიძლება არ ჩანდეს კარგად. გასაგებია, მოდით უფრო მარტივად რო ვთქვა, წარმოიდგინეთ, რომ მაყურებელი რომელიც საერთოდ ვერ ერკვევა ამ თემებში, გიყურებთ თქვენ და აინტერესებს რატომ თვლით თქვენ, რომ აქ შეუძლებელი იყო იმ პერიოდში ოქროს მოპოვება. მოგახსენებ. თვითონ ეს ობიექტი, საყდრისი ყაჩაღიანი, განლაგებული არის სხვა არქეოლოგიურ ობიექტებს შორის. არქეოლოგიურ ძეგლებს შორის. ვიწრო ხეობა გახლავთ თვითონ ისეთი, რომ აქ იზოლირებული საზოგადოების არსებობა სულად გამორიცხული, ანუ ეს ძეგლები ერთმანეთს განსაზღვრავენ ფუნქციით. და როგორი თანმიმდევრო რეალურად რა არის დადასტურებული ფაქტობრივი მასალა. საყდრისის გარშემო ეს არის ენეოლითური ნამოსახლარი კვირაცხოველის, მე აღარ დავიწყებ დახასიათებას, რომ თავი არ შევაწყინო მაყურებელს. ძველი წელთაღრიცხვის მე-5000 წლეული, სადაც არანაირი წარმოების ნაშთები არ დასტურდება და აქ ჩატარებული არის ყველა სახის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიღწევებით
ანალიზები გაკეთებული, პალინოლოგიური, პეტროგრაფიული ანალიზები, მორფოლოგიური ანალიზი და ასე შემდეგ. რაც ერთგვაროვნად მიუთითებს იმაზე, რომ აქ არის განვითარებული მიწათმოქმედება და მოსახლეობა. შემდეგი ეტაპი, რომელიც აქვე გარშემო არქეოლოგიურად დასტურდება, ეს არის მე-4-მე-5 საუკუნეები ახალი წელთაღრიცხვის, აქაც იგივე სურათი გვაქვს. მრავალპლანიანმა რომ აქ არის ნიშნები, არის შუა საუკუნეების გვიანი შუა, აი გეტყვით ფაქტობრივ მონაცემებს მოგახსნით, რომ მაყურებლისათვის გასაგები იყოს, რატომ შეიძლება კონდეს ეს პოზიცია. გარკვეულ წარმოებასთან დაკავშირებული ნაშთები აღმოჩნდა საღდრისის ჩრდილოეთით, ეს არის შუა საუკუნეების ქურები, სადაც ჩატარდა ყველანაირი სახის ანალიზი ასევე და მიღებული შედეგები ასეთი გახლავთ. პალინოლოგიური კვლევის შედეგად გინდება, რომ აქ შიგ ჩატარებული, ანუ შიგ თავში, რომ აქ ფართოფოთლოვანი ხის გამოწვა ხდებოდა ნახშირის მიღების მიზნით. სილიკატური ანალიზი და ყველა სხვა სახის ანალიზი, რაც აქ ჩატარებულია, მიუთითებს ორ ვარიანტზე, რომ აქ შეიძლება აწარმოებდნენ ჭიქურს, ეს პერიოდია, როდესაც მოჭიქული კერამიკა იწარმოება საქართველოში. ან ეს არის სპილენძის მცირე წარმოების თანამდები პროცესი. მაგრამ ეს არის ყველაფერი შუა საუკუნეების და არა ოქროს. შუა საუკუნეებში კი თქვენ ამბობთ, რომ არა ოქროსი და მით უმეტეს რაც მე გაცდით ფაქტობრივ მასალას, მე გაცდით ფაქტობრივ მასალას, რაც არსებობს რეალურად. ფაქტობრივ მასალას. გარდა ამისა, ის პარალელები, რომელიც აი აქ აღმოჩენილ იარაღს აქვს და ქართულ-გერმანულმა ექსპედიციამ ამ ნაპრალებში მიაკვლიე ათასობით სამუშაო იარაღს, ძალიან ახლო პარალელები აქვს და დიდი რაოდენობით გვიანბრინჯაოსა და შუა საუკუნეების პერიოდში და ამიტომ მე ვთვლი აბსოლუტურად იდენტური ანალოგიები აქვს და ამიტომ მე ვთვლი რომ ეს იარაღიც არის შესაბამისად თქვენ ამბობთ ამ შუა საუკუნეების პერიოდს და არა ჩვენ წელთაღრიცხვამდე. მე ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება იყოს გვიანბრინჯაოდან შუა საუკუნეებამდე, იმიტომ რომ იქ შუა საუკუნეების ლითონის იარაღის მუშაობის კვალი ჩანს შუა საუკუნეების და ჩვენ გვაქვს ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა, რომ შუა საუკუნეებში აქ სპილენძი იწარმოებოდა, სპილენძი მოიპოვებოდა. აი ძალიან მოკლედ რომ გასაგებია, მოდით ახლა აი ამ ფაქტობრივ მონაცემების საფუძველზე მე ვთვლი, რომ აქ ოქროს მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა იმ პერიოდში და შესაბამისად ეს არ არის ძეგლი. მოდით ახლა მოვისმინოთ ის მხარე, რომელიც ამბობს, რომ ეს დიახაც რომ ძეგლია. ბატონო გოდერძი, თქვენ რატომ ხომ თვლით ნამდვილად, რომ ეს არის ძეგლი და შეიძლებოდა ოქროს მოპოვება რატომ? რა კონტრარგუმენტები გაქვთ თქვენ მაგალითად ბატონ ვახტანგის წინააღმდეგ? პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ ყველას და ბატონო სოსო, მე იმ ჯიუტი ხალხის რიცხვს მივეკუთვნები, ვინც თვლის, რომ ეს არის უძველესი საბადო და რა არგუმენტები მაქვს ამის სასარგებლოდ. მოგახსენებათ, რომ გარდა იმისა, რომ მე გახლავართ ეროვნული მუზეუმის მეცნიერთა თანამშრომელი, ამავე დროს ვარ არქეოლოგიური კომისიის წევრი უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. და ყველა ნებართვა, რომელიც საღდრის ყაჩაღიანის ობიექტზე გაიცა სამუშაოდ, ჩემი მონაწილეობითაც არის გაცემული და იქიდან შემოსული ანგარიშებიც ჩვენ კომისიას არაერთხელ განუხილავს და მინდა კიდე დაგარწმუნოთ, პრესაში გამოჩნდა ასეთი შეხედულება, თითქოს არ არსებობს ქართულ ენაზე ეს ანგარიშები. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა წლის 2005 წლის გარდა, იმიტომ რომ წელს ჰქონდათ ამათ მხოლოდ დაზვერვები და ეს არ ითვალისწინებს ანგარიშის შედგენას, ყველა ანგარიში არის შედგენილი ქართულ ენაზე და შესაბამის ორგანოებს არის ჩაბარებული. ეს არის იყო ჯერ მეცნიერებათა აკადემია, ხოლო შემდეგ სააგენტო, ძეგლთა დაცვის სააგენტო. ისე რომ ეს დოკუმენტები არსებობს და მე ამას ვიცნობ. ამის გარდა როგორც არქეოლოგიის კომისიის წევრი და როგორც მეცნიერი, არაერთხელ თითქმის წელიწადში რამდენჯერმე ჩავდიოდი საღდრისში მუშაობის დროს და მეცნიერად მიმიღია მონაწილეობა ამ გათხრებში და მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩემი საკუთარი ხელით ამოქვს ამოღებული იქიდან როგორც კერამიკული მასალა, რომლებიც მართლა მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მე-4000 წლების ბოლოსა და მე-3000 წლების დასაწყისს და ამის გარდა რაც თავარია, რომ მე მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის გარდა ყაჩაღიანის უბანზე არც ერთ ექსპედიციას, მათ შორის არც ბატონ ვახტანგს, არანაირი საანალიზო მასალა არ აუღია და არ ჩაუტარებია. ბატონ ვახტანგს ის ყველაფერი რაც ბრძანა, ეს არის ჩატარებული აბულმუგის უბანზე, რომელიც მიმდებარედ არის და კილომეტრი ნახევარში მდებარეობს საღდრისის უბნიდან.
თავად ამ ობიექტზე მათ არ უნდა. ამ ობიექტიდან მონაცემები თუ შეიძლება მე დავასრულებ რა. ბატონი ვახტანგი. ხო, მაგრამ ესე იგი 200 მეტრში კი არა, შეიძლება 10 მეტრში იყოს სხვა კულტურის ძეგლი. ეს ერთი მეორეს არაფარავს. თვითონ უშუალოდ საბადოებიდან, იმიდან მაღაროებიდან არავის არ აუღია საანალიზო მასალა გარდა გერმანელებისა და ქართულ გერმანულ ექსპედიციისა და ასევე მინდა ვთქვათ, რომ გერმანიაშია ჩატარებული ეს ანალიზი. ბატონო ვახტანგ, თქვენ შეგიძლიათ სრული დარწმუნებით თქვათ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი ძეგლია და უთხრათ აი ამ ათასობით ადამიანს, რომელიც ელოდება იქ სამუშაოების დაწყებას, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი 100%-იანი ძეგლია, რომ მისი ხელისხლება არ შეიძლება და ამიტომ ამის გამო ღირს ინვესტიციაზე უარის თქმა, მრავალმილიონიანი ინვესტიციაზე უარის თქმა. ციფრაშია საქმე. მოდი ამასთან დაკავშირებით მაშინ ჩემასთან გეტყვით, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლები ვართ და ბატონი მინისტრიც ესწრება აქაურობას. არაერთხელ გამოსულა კულტურის მინისტრი მოადგილე ჩვენ საყდრისის თაობაზე. მაგრამ რატომაც არ მოგვისმენი არასოდეს ეკონომიკის დარგის სამინისტროს წარმომადგენლის თუნდაც მინისტრის მოსაზრება. RMG Gold-ის პოზიცია ვიცით, მათგან სხვადასხვა ასე თქვა ციფრებია დასახელებული, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებას თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ეკონომიკურ დარგს არ განუცხადებია. არასოდეს. ასევე არ ვიცით ზუსტი პოზიცია გარემოს დაცვის სამინისტროსი. ასევე არ ვიცით სოციალური და შრომის სამინისტროს პოზიცია, რადგან აქ აპელირებენ. იცით რა, ეს სხვა სამინისტროების პრეროგატივაა. პრინციპში ამაზე საუბრობდა ბატონი გურამიც, რომ სხვა ამ შემთხვევაში ბატონი გურამი და ჩვენ სწორედ ძეგლთა დაცვის კუთხით შეგვიძლია მხოლოდ პროფესიონალური საუბარი. და ამაზე გვინდა ვისაუბროთ. ამიტომ მე გეუბნებით, რომ ესე იგი ის სამუშაოები, რომელიც ქართულ გერმანულმა ექსპედიციამ ჩაატარა და სადაც ჩაატარა, იქ არავის სხვას არ უმუშავია არც ბატონ ვახტანგის ექსპედიციას და არც შემდეგ ექსპედიციას, რომელმაც 2013 წლის ოქტომბერში იმუშავა. მე გულისხმობ ამ შემთხვევაში შახტებს. ამიტომ ვამბობ, რომ ერთადერთი მონაცემი, რაც ჩვენ საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით გვაქვს, ეს არის ქართულ გერმანულ ექსპედიციის მონაპოვარი. სხვა მონაცემი ჩვენ არ გაგვაჩნია. ეს არის ფაქტები. ფაქტები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს და ეს მე მინდა რომ თელმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, დაიმახსოვროს აუცილებლად. და კიდევ ერთი რომ დოკუმენტები ყველაფერი არსებობს ქართულ ენაზე. მეცნიერება ეს არის მეც მინდა და ახლა სწორედ რამდენიმე დოკუმენტზე ვისაუბრო. ამაზე გავაგზავნებ კიდევ ერთხელ მეცნიერები ჩვენთან სხვა მეცნიერებიც არიან და იმაზეც რა თქმა უნდა გავამახვილებ ყურადღებას რომ შესაძლოა გარკვეული პროფესიის წარმომადგენლებს ხოლმე ძეგლთა დაცვის კუთხით შეუძლიათ საუბარი, თუმცა პასუხისმგებლობა ალბათ დამეთანხმებით ძალიან დიდი ამ შემთხვევაში, ვინაიდან თქვენგან დამოუკიდებლად ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ათასობით ადამიანთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და როგორც ვისაუბრეთ ინვესტორთან. მე მინდა წავიკითხო მაყურებლისთვის და თქვენთვისაც კიდევ ერთი გერმანელი პროფესორის წერილი, რომელიც მან გამოაქვეყნა აგვისტოში, სხვადასხვა მალევე, როდესაც მოხდა აი ამ სტატუსის შესვლა, უბრალოდ გაბათილება და ის წერს ასეთ ამას, ეს არის პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდისა და გერმანიის არქეოლოგიის გაერთიანების პრეზიდენტი პროფესორი ჰერმან ჰარცინგერი, ის ამბობს, ძალიან შეწუხებული ვარ იმის გაგებით, რომ საყდრისის ოქროს საბადოს არქეოლოგიურ მონუმენტს ახლო მომავალში განადგურება ემუქრება ტერიტორიაზე მიმდინარე ოქროს მოპოვებითი სამუშაოების გამო. თუ ეს გეგმა მართლაც განხორციელდება, არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპაც სამუდამოდ დაკარგავს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრეისტორიულ საბადოს. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს ძეგლი 2006 წლიდან დაცული იყო საქართველოს მემკვიდრეობის შესახებ კანონით, გაუგებარი და სამარცხვინოა, რომ ეს სტატუსი მოუხსნეს ასეთ მნიშვნელოვან ადგილს. კომისიის დასკვნაში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული ბოლო სამეცნიერო კვლევების შედეგები. საყდრისი არ უნდა შეეწიროს წმინდა ეკონომიკურ ინტერესებს. საერთაშორისო ცნობილი პრეისტორიული ძეგლის განადგურების შემთხვევაში საქართველოს რეპუტაცია უკიდურესად დაზარალდება. და აქვე ძალიან საინტერესოა მეცნიერებათა აკადემიის წერილები, რომელიც მიიღო ბატონმა მინისტრმა, ორი წერილია და მე ახლა გავუსვამ აქ ხას იმ განსხვავებას, რომელიც ამ წერილებში აღმოვაჩინეს 3 დეკემბრის წერილში საუბარია იმაზე, ვრცელი წერილია ძალიან, მაგრამ მე მხოლოდ ერთ ამონარიდს წავიკითხავ, რომ ბორცვის ეს ნაწილი გარკვეულ ნაწილზეა საუბარი, არის მთლიანად
კლდოვანი მასივი ტექტონული ვიწრო ბზარებით, რომელთა გამოყენება მადნის მოპოვების მიზნით ექსპედიციის მიერ ჩატარებული დეტალური კვლევის შედეგად არ დასტურდება. უნდა აღინიშნოს, რომ საკვლევი სამუშაოები მხოლოდ 2 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, მიუხედავად ამისა დასკვნა სრულფასოვნად უნდა ჩაითვალოს. ანუ ამ შემთხვევაში მეცნიერებათა აკადემია ეთანხმებოდა იმას, რომ ეს არ არის ძეგლი. მე შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს არის ეს წერილი დაწერილი და სულ რაღაც 20 დღეში 23 დეკემბერს იგივე მეცნიერებათა აკადემია წერს სულ სხვა რამეს, რომ იმავე კვლევის საფუძველზე, უпростоრად, როდესაც გამოქვეყნდა სხვადასხვა აღშფოთებული წერილები, დააკვირდით, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წინა წერილში ამბობდა, რომ 2 თვე საკმარისი იყო იმისათვის, რომ დასკვნა სრულფასოვანი ყოფილიყო და 20 დღეში იგივე მეცნიერებათა აკადემია წერს. არქეოლოგიური კვლევისთვის გამოყოფილი 2 თვიანი პერიოდი სრულფასოვანი სამეცნიერო დასკვნის დადების საშუალებას არ იძლევა. ანუ ცვლის თავისივე პოზიციას და შემდეგ ამატებს. მეცნიერებათა აკადემია რეალისტურად აფასებს იმ უზარმაზარ სხვაობას სამეცნიერო კომპეტენციაში, რომელიც არსებობს ერთის მხრივ გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტსა და მეორეს მხრივ თქვენი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ შექმნილ 11 კაციან კომისიას შორის. ანუ ამ შემთხვევაში მეცნიერებათა აკადემიამ ეჭვის ქვეშ დააყენა ქართველი მეცნიერების კომპეტენცია და თქვა, რომ ესე გამოვიდა, რომ მათ ნაკლებად უნდა ვენდოთ, ვიდრე გერმანელ სპეციალისტებს. აი მე მაინტერესებს ქართველი მეცნიერების შეხედულება ამასთან დაკავშირებით. გისმენთ მაგალითად თქვენ. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს იყო იმდენად ჩემთვის, იმდენად მიუღებელი და იმდენად არაეთიკური ქართული მეცნიერების მიმართ, ჩვენი ისტორიის მიმართ, ჩვენი ცოდნის მიმართ, ქართული ცოდნის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ ბევრ შემთხვევაში არ არის გაგებული ისე, როგორც უნდა იყოს გაგებული, რომ მე ამას ბოდის მოვითხო, მაგრამ უნდა გავიმეორო ეს სიტყვა, მე ამას უწოდებ დაბიურ პროვინციალიზმს. მაშინ როცა ჩვენ ვაპეტიშებთ და ხანდისხან სრულად დაუსაბუთებლად წარმოვაჩენთ ისეთნაირად დასავლელ ექსპერტებს ან მეცნიერებს, რომლებსაც თითქოს ისეთი მაღალი მართლაც ისეთი მაღალი კომპეტენციის იყვნენ იმ დარგში, მე კონკრეტულად მაქვს ამ შემთხვევაში კონკრეტულად საუბრობ ამ თემაზე. მიუხედავად ისა, მე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამო, წინა წერილში შევნახეთ, რომ მეცნიერებათა აკადემია ენდობოდა თქვენს კომპეტენციას, მაგრამ 20 დღეში აღმოჩნდა, რომ აღარ ენდობოდა. აქ უბრალოდ ბატონი ოთარი პრეზიდენტი ცხადია მოაწერია ხელი და მე მინახია ისეთი დაღლილი ადამიანი, როცა ის აწერს ხელს თანამდებობის პირი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ღმრთ ვარ დარწმუნებული, ეს მის შინაგანათის ამას არასდროს არ იზიარებს. იმიტომ რომ ჩვენი არქეოლოგიური სკოლა, ჩვენი გეოლოგიური სკოლა არც ერთ სკოლას არ ჩამოვარდებოდა და არ ჩამოვარდება დღესაც. მე ძალიან დიდად პატივცემ. არ არსებობს ჩვენ სახელმწიფო კომისია უაღრესად კომპეტენტური იყო. ჩვენ სვამდით კითხვებს და ვეძებდით პასუხებს, ვეძებდით ფაქტიურ მასალას. ღმერთო, ერთი დაგვამტკიცებია ის, რომ მართლაც ქართველმა კაცმა ჩვენმა წინაპარმა შეძლო 4500 წლის წინ შეძლო. არ არსებობს შეუძლებელია თეორიულად არსებობდეს სულ რამდენიმე საუკუნის წინ შეძლო მხოლოდ ადამიანმა, რომ ციანიდების დახმარებით აი ამ კრისტალური მესრიდან წვრილი დისპერსული ოქრო ამოიღო. მოდით ამ ტერმინებს ვერ გაიგებს. მაყურებელი მარტივად რომ ვთქვათ, ანუ მე ასე გავიგე და მითხარით თუ ვწდები. ამ ქანებში არის ოქროს ძალიან მცირე შემცველობა. არა თქვენ ამას ამბობთ. ძალიან მცირე შემცველობა და თქვენ ამბობთ, რომ 1000 წლით ადრე, 1000ობით წლით ადრე ქრისტეს შობამდე პრიმიტიული იარაღები და საშუალებებით ადამიანები ვერ შეძლებდნენ ამ ოქროს ამ პირობებში და მით უმეტეს ამ ძარღვებში არც დასტურდება, რომ ეს არის ოქროს. აი ჩვენაც ფოტო ვნახეთ ოქროს ძარღვი ეს რა არის? პატარა ძარღვები ეს გამონამუშევრები ჯერ კიდე ასახსნელია. შეგვიძლია ვნახოთ კიდევ ჩვენ გვაქვს მინისტრმა ბრძანა ძალიან კარგი ტერმინია. ეს არქეოლოგიური ობიექტია, მაგრამ ძეგლად ქცევა ამის საოცრად დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუ კი ეს დადასტურდა ოდესმე, მაგრამ მაგისნაირი ობიექტები ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს. მოდი ბატონო, მაგრამ ესეც მითხარით, ვინაიდან თქვენ ამბობთ, რომ შემცველობა ოქროსი ამ ქანებში ძალიან მცირეა, საერთოდ აღმოჩენას ამ ქანების შეძლებდნენ იმ პერიოდში ადამიანები? ვერა, რა თქმა უნდა. რატომ? არც ოდნა იყო და არც გამოცდილება, იმიტომ რომ ეს წვრილი დისპერსულია და მაშინ იმ ხანად შეძლოთ მხოლოდ ქვიშრობებიდან ის, რასაც დღესაც აკეთებენ ხოლმე აი იმ ალუვიურ ქვიშრობებში გაცრისა და სხვა მეთოდებით. მაგის ეს მხოლოდ იტალიაში დაახლოებით 400 წლის წინ და ჩვენთან რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ბაგრატიონის მიერ იყო აღმოჩენილი ეს ციანიდები და აქედან ამ სითხეებით შეიძლება გამოტვირთვის მეთოდი. ანუ ეს გამორიცხულია თეორიულად და თქვენ ამის საშუალებას არ აქვს. ლაპარაკი არ ყოფილა იმაზე, ეს ოქროს
თავარი რა არის ხალხმა უნდა იცოდეს ჩვენ ვაზვიადებთ ვიღაცას უნდა და იმ წერილებიდან ჩანს როგორ მოხდენილად იწყებენ იმისთვის რომ ეს სამთავრობო მრეწველობა და საქართველოს მრეწველობა და საქართველოს ეკონომიკა როგორ გაჩერდეს ეს არის მთავარი სამიზნე ძალიან სერიოზული გამოსაკვლევი იმიტომ რომ მეცნიერულად აქ სადავ არაფერი არ არის სადავ არაფერი არ არის ეს არასდროს არ ყოფილა უძველესი ოქროს მაღარო მე მინდა არასდროს შეიძლება ბატონო და ვერ იქნებოდა ოქროს მაღარო იმიტომ იქ ამის არანაირი პირობები არ დამუშავდა მე მინდა პირველ რიგში ბატონო ახლა აგრეთვე უპასუხოს ბატონმა დავითმა ამ შეკითხვას აი ჩვენ ხედავთ იმ ფოტოს სხვადასხვა რაზეც ჩვენ საუბრობთ მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს რომ ეს არის სწორედ ოქროს ძარღვი ერთ-ერთი ოქროს ძარღვი სარკმლში აღმოჩენილი სადაც ოქროს შემცველობა რომიდან შესაძლებოდა ოქროს მარტივად მიიღება ოქროსთან არ აქვს უკაცრავად თავარი დისონანსი არ შევიტანო რუსალაპარაკი არის გერმანელი მეცნიერთა კვლევასთან დაკავშირებით ბატონო ომარ მაბატიეთ მაგრამ ეხმიანება ზუსტად ამ თემას სწორედ ერთ-ერთი ასე ვთქვათ ბატონი ჰაუპტმანი რომელიც მონაწილე იყო ექსპედიციის თავის პუბლიკაციაში მე აქ თარგმანი ავიღე მაგრამ პუბლიკაციაში შემიძლია გაჩვენოთ წერს რომ საყდრისთან გამორეცხილი ოქრო იყო ძალზე წვრილმარცვლოვანი მარცვლების ძნელად ხილულია შეუერაღებელი თვალისთვის საკითხავია იყო თუ არა ეს მასალა მოპოვებული უძველეს დროში მეტალურგიული პროცესები რომელიც აუცილებელია ასეთ ტიპის ქანებიდან ოქროს ამოსაკრებად ისეთი როგორიცაა ამალგამირება ან კუპელირება არ იყო ცნობილი ბრინჯაოს ხანაში დღეისათვის ძალიან არაკონკრეტულია საყდრის უძველეს მაღაროდან ამოღებული ოქროს რაოდენობის შეფასება ანუ თვითონაც არაა დარწმუნებული ადამიანი რომელიც ამ ექსპედიციაში მონაწილეობდა ეს არის ოფიციალური პუბლიკაცია სტატია ბატონი დავითის აზრი მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ მადლობა ბატონებო მე სიმართლე გითხრათ გაოგნებული ვარ ამ საუბრით რასაც ახლა აი ამ წუთამდე ვისმენ ის რომ სპილენძის საბადოა იქ და იქ სპილენძი იყო ეს ყოვლად დაუშვებელია თვითონ აი თქვენი მხარის 11 კაციანი კომისიის ხარის წარმოდგენილი ექსპერტის ანალიზები ადასტურებს რომ იქ წერია 0.1% დამდე სპილენძი. ყოვლად დაუშვებელია რომ ჩავთვალოთ რომ ის იყო სპილენძის საბადო. ამ დროს აი ბატონი მინისტრმა ოქროსი თუ იყო ოქროსი იყო სწორედ რომ დღესაც შესაძლებელია იქ იმ ძველი კუსტარული მეთოდით მიიღოს ადამიანმა ოქრო. აი სწორედ ამაში იყო ჩემი დიდი ინტერესი, როდესაც 2007 წელს თავად გიახელით იქ და თვითონ მოვიპოვეთ ეს ქანები და ჩემთვისაც ძნელი დასაჯერებელი იყო. საუბარი იყო იმაზე, რომ აღმოჩენაც კი საერთოდ იმის მიხვედრა რომ აქ იყო, ესეც კი შეუძლებელი იყო. თუ ვინმე იქ ჩაბრძანდება და დაათვალიერებს მას და გაეცნობა იმ მასალებს, რაც დღემდე არის ჩატარებული ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა შეიქმნის ამის წმენას. 23 აგვისტოს თავად იმ გერმანულ მეცნიერებმა მოიწვიეს ქართველი ვისაც ჯეროდა ესა და ვინც ურწმუნო იყო და თავისით ხელით მოიპოვეს ეს ოქრო იმ ფორმით, იმ ქვებით, იმ იარაღებით, იმ საშუალებებით და დააფქვეს, გასრისეს და ფაქტიურად გარეცხვის შედეგად გამოჩნდა ოქრო გამოილექა რეცხვის შედეგად. ეს ყველა ჩვენთაგან მონახეთ. უბრალოდ სამარცხვინო ის გახდა სწორედ რომ დაახლოებით 50 ქართველი ვდგევართ და გერმანელი და ინგლისელი გვიმტკიცებს იმას რომ ჩვენ წინაპარს თუ შეიძლება წინაპარი არ იყო სწორედ ჩვენი მაგრამ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანს როგორ შეეძლო ამ 5000 წლის წინ მე წავიკითხა წერილი მეცნიერებათა აკადემიამაც თავად ასე თქვა რომ უნდა ვენდოთ ერთ განმარტებას მიცემ მეცნიერებათა აკადემიის პირველი წერილი სწორედ ადასტურებს იმას რომ ეს არის ძეგლი ამის შემდეგ რაც კულტურის მინისტრმა მე ვფიქრობ რომ გადაცდომით 11 კაციანი კომისია შექმნა თავისი პირადი შეხედულების მიხედვით არ გამოიყენა ექსპერტად არც ერთი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება საბიუჯეტო ორგანიზაცია რომელიც შეიძლება გამოეყენებინა კომპეტენტური დასკვნის დასადებად და პიროვნებები აიღოს სხვადასხვა ინსტიტუტებიდან და ეს კომისია არ ატარებდა არც იმ საბჭოს სახელს არც რაიმე საბიუჯეტო ორგანიზაციის კვლევითი ინსტიტუტის სახელს ანუ თქვენს ამ კომისიის კომპეტენციას კითხვის ნიშნავს არა რა აუცილებლობა იყო ეს რომ არ მიეცათ ეს სამუშაო და ექსპერტიზა არ გაეკეთებინდა კვლევით ინსტიტუტებს აი ამაში ნამდვილად შეიძლება ეჭვი შევიტანოთ რომ ეს რაღაც მასთან იყო დაკავშირებული საქმესთან იყო დაკავშირებული ამის შემდეგ ეს 11 კაციანი კომისია რომელმაც თქვა რომ აქ არის სპილენძი და არ შეიძლება აქ ოქრო ყოფილიყო კარგით და აი და რავა ძალიან ძნელი ამის დატოვება კომენტაროთ მე მოგცემ სიტყვას დავამთავრეთ და გადმოვაქვთ სწორედ კულტურის მინისტრმა მიიღო ესე ბრძანება დააფუძნა მას რომ ის არის სპილენძის და შეიძლება სპილენძის ყოფილიყო და არა ოქროს. აი ეს არის სწორედ მისი ბრძანების უპირველესი საფუძველი რომ ის უნდა ჩაითვალოს ბათილად.
ვერავინ ვერ დაამტკიცებს დღეს იქ რომ იქ იყოს სპილენძი, անդა დღესაც სპილენძი. ბატონო გოგი, თქვენ როგორ ფიქრობთ და რა პასუხი გექნებათ იმ პრეტენზიაზე, როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ჯერ ეს ის გვირაბი, რომელიც ჩვენ ნახეთ, აი ახლაც ჩანს სწორედ ფოტოზე, ეს შესასვლელი გეოლოგების გაკეთებულია და რეალურად ეს შესასვლელი არ არსებობდა და რეალურად ის ნაპრალები რაც არსებობს, ვინაიდან თქვენი ოპონენტები ამას ნაპრალებს ეძახიან ბუნებრივს და არა გვირაბებს, საერთოდ ზომიდან გამომდინარე შეუსაბამოა ადამიანის პროპორციებისთვის და იქ ადამიანები ვერ იმუშავებდნენ ფიზიკურად. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ აქ არის ორი სახის ნაპრალები. ერთი არის ტექტონიკური ხასიათისა და მეორე არის თვითონ ოქროს ძარღვების შემცველი ნაპრალები, რომლებიც შეიცავს ოქროს მაღალი კონცენტრაციით და არა იმ კონცენტრაციით, რომელზეც ლაპარაკობდა ჰაუპტმანი და რომელსაც შეიცავს კვარციტი და რომელიც ძალიან დაბალია და რომელსაც მართლაც აი თანამედროვე მეთოდის გამოყენების გარეშე ვერავინ ვერ მოიპოვებდა. ის ოქრო კი, რომელსაც ისინი მოიპოვებდნენ, არის მოპოვებული ძარღვებში არსებული კვარცში შეწინწკლული ოქროს სახით, რომელიც ზედაპირზე ამოდის და ხილული ხდება ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისა და სხვა მექანიკური ზემოქმედების გამო. და ადამიანის აღმოჩენასაც შეძლებს ადვილი შესამჩნევი არის. დიახ, მისი დანახვა შესაძლებელია მით უმეტეს იმისთვის, ვინც უკვე იცის ქვიშრობული ოქროსი, ან მდინარეული ოქროს მოპოვება, რომელიც იგივე გზით წყალში მოხვედრილი ოქროს აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ისე რომ აქ მე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, ამ ბზარების ზოგი არის ტექტონიკური, ზოგი არის თქვათ შევსებული აი იმ ძარღვი ოქროს მადნით, ოქროს მადნიანი ძარღვებით, რომელშიც მაღალია კონცენტრაცია. აქედან გამომდინარე, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ობიექტი, რომელსაც თქვენ ძეგლად თვლით, უნდა შენარჩუნდეს ამ სახით, აქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ინვესტორის შეშვება და სამუშაოების დაწყება. ჩემი აზრით ეგრეა, დიახ. და ღირს შესაბამისად უარის თქმა ამ ინვესტიციაზე. კიდევ ერთი გეოლოგია ჩვენთან და მეცნიერთა საუბარს ამითი დავასრულებ. ბატონო შოტა, თქვენ როგორ თვლით, იყო თუ არა საშუალება იმ დროს ამ ქანებში ოქროს აღმოჩენა და შესაბამისად მისი მიღება? იგი პრობლემა გაჩნდა იმის გამო, რომ არის ლაპარაკი 5000 წლის წინ. ჩვენ წელთ აღრიცხვამდე. ჩვენ წელთ 5000 ჩვენგან 5000 წელი. ნუ 1000 წლით უფრო ადრე ვიდრე ეგვიპტელებმა ჩვენი ისეთი ცივილიზებული სახელმწიფო ჰქონდა, რომ შეგვეძლო ოქროს მოპოვება. როგორი ოქროსი? აი მაგალითად ოქრო, რომელიც მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპით შეგიძლიათ ნახოთ. ისე ვერ იპოვით. რამდენი ზანონ ჩვენ კოლეგებმა, არაგეოლოგებმა, რომ თვალით შეიძლება მიზანახოს შეუძლებელია. მე ამ რაიონში მუშაობ, ასპირანტურა დავამთავრე, წარმოგიდგენიათ, როდის დავამთავრე იმის მერე. და საერთოდ ეს ძალიან საყურადღებო ზონა არის. ეს მთელი 1000-ობით კილომეტრის სიგრძის ზონა არის საბადოებისა დაწყებული. დიახ, ამაზე ისაუბრა ინვესტორმაც, რომ თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ ამ საბადოს, ვინაიდან შემცველობა ოქროს ყველაზე დიდი სწორედ აქ არის. კონცენტრირებული არიან აბზოლის შესწავლაზე. უზუსტესი და უამრავი პუბლიკაციები ყველა შეიძლება დავუყოთ. მე ჩემით ვიცნობ თელ ამ ობიექტს, იმიტომ რომ იქ ათეული წლები მიმუშავია. არასოდეს იქ ოქრო არავის მოუპოვებია. საიდან ჩანს რომ არ მოუპოვებია? არავითარი ოქრო არ გვაქვს ჩვენ აქედან. ოქროს ნაკეთობები თქვენ გულისხმობთ ამ ხო, აი მაგალითად, ხო, თუ ოქროს მოუპოვებთ, შეიძლება შემოწმდეს საიდან მოპოვებული, სად მოპოვებული ოქროთია ეს დამზადებული. და შეამოწმო საიდან არის, ეს ერთი. მეორე ოქრო იქ ქანში 1 ტონაზე შეიძლება იყოს რამოდენიმე გრამი. აი ესეთი წვრილი ოქრო. ამიტომ თქვენ უნდა დანაყოთ ასეულობით ტონა ძალიან მაგარი ქანი, ეს კაკაჟებულ ქანებშია, რომ იქიდან მილიონი მარცვლიდან 3-4 მილიონი ნამცეციდან 3-4 როგორმე იპოვოთ. ამას სხვა ტექნოლოგიები ჭირდება. არასოდეს ოქრო ეხლაც კი იქიდან არავის ოქრო არ მოუპოვებია საყდრისიდან. აქედან გამომდინარე, ბატონმა გურამმა ასე დაახასიათა ეს ობიექტი, თქვა რომ ოფიციალურად ახლა ის არ არის ძეგლი, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც მაინც უნდა შენარჩუნდეს და ამიტომაც არ აქვს ინვესტორს იქ მუშაობის უფლება. თქვენი დამოკიდებულება როგორია? თუნდაც როგორც არა ძეგლი, როგორც ობიექტი არის ის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ის უნდა შენარჩუნდეს. ასზე მეტი ასეთი ობიექტი არის საქართველოში, მე არაერთი ვინახავს, დაწყებული კავკასიონიდან და შემდეგ ასე შემდეგ.
და აქედან გამომდინარე ძალიან ბუნებრივად მივაჩნია რომ იქ ინვესტორმა დაიწყოს მუშაობა. ეს არის ისეთი უნიკალური შემთხვევა, რომ აი ეგვიპტელებსაც კი გაუსწარით და ამ შემდეგ. ჩვეულებრივი ობიექტი არის, როგორც ბრძანებს ბატონი მინისტრი, არქეოლოგიური ობიექტი, რომელსაც შესწავლა უნდა და 10 წელიწადზე მეტია ესენი იკვლევა. მაგრამ როდესაც თქვენ ამბობთ, ანუ რომ ეს შესწავლა უნდა დასრულდეს და უკვე იქ შეიძლება შემდეგ სამუშაოებას დაწყება. დასრულებული არის მონოგრაფია. ძალიან მოკლედ და უნდა გადავიდე მოსახლეობასთან. დიახ. ნიუანსები აქვს, როდესაც სპილენძე ვახსენეთ. ჩვენ თვითმხილველის ცნობა გვაქვს ლამის ვახუშტი ბატონიშვილი წელს რო აბულმუხში მოიპოვება სპილენძე. პირდაპირ მიუთითებს ყველაფერს რო თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება ამ ფაქტის უარყოფა. როდესაც იწარმოებდა, არა, ერთი თუ შეიძლება უფლება მომეცით. როდესაც ლაპარაკი აქვს ჩვენ გერმანელ კოლეგებთან ურთიერთობაზე და მე აკადემიის პრეზიდენტის წერილს მინდა ძალიან მოკლედ შევეხები ამას თუ შეიძლება. მე ძალიან დიდ პატივს ავცემ ჩვენ გერმანულ კოლეგებს, ჩვენ ბევრი საერთო პროექტი გვაქვს, მუშაობთ ერთად და მე არ მინდა ისე გაიგოს მე რო ვთქვათ მე შეურაცხყოფა მინდა მივაყენო, მაგრამ რა გააკეთეს ვთქვათ გერმანელმა სპეციალისტებმა იმაზე ვიტი, ვიდრე ქართველმა მეტალურგებმა გააკეთეს და პალეომეტალურგებმა. არაფერი. თქვა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყვანეს და სხვა შორის ეს ძალიან სიმპტომატიურია. ბატონი შტოლერის ბოლო პუბლიკაციაში, რომელიც გამოქვეყნებულია ანატოლიან მეტალს მეხუთე ტომში, ეს არის 11 წლის პუბლიკაცია, იქ მითითებულია რაზე დათარიღებისათვის რა მეთოდი გამოიყენა და რა დანადგარზე გააკეთა ეს. ეს არის AMS დანადგარი. ეხლა ვეგეთქვით, ეს არის დანადგარი, რომელიც გამიზნულია იმ გეოლოგიური და არქეოლოგიური ნივთების დათარიღებისათვის, რომელიც 50,000 წელზე უფრო ძველია. და აქ ჩვენ ლაპარაკი გვაქვს მაქსიმუმ 5,000 წელზე. ამიტომ რა თქმა უნდა, ამიტომ არ შეიძლება ასეთი ამაზე და კიდევ ერთი ის ოქრო, რაც ბატონმა დავითმა ბრძანა რო აი მიიღეს ჩვენს თვალწინ, ის თუ სხვა გარემოშია მიღებული, ის არის ზედაპირზე მიღებული და აბსოლუტურად არაადეკვატური ცდაჩატა. ბატონო მარ გისმენთ ძალიან მოკლედ ხო და მოსახლეობას უნდა ეს როგორც მონუმენტი, ხაწერენ როგორც ძეგლი, შენარჩუნებული იყოს აუცილებლად და თქვენ თვითონ მიაქციათ მე მგონი ყურადღება თუ როგორ არის გამაგრებული ახლა ხის იმით ფოტოში ჩანს. ახლა აღარ არის ის დანგრეულია RMG Gold-ის მიერ, დანგრეულია მისი ვიზიტორის იქ დაშვება და მისი დატოვება ასეთ მდგომარეობაში. ანუ მისი ტურისტული მიზნებით გამოყენება მაინც დაუშვებელია. კარგით. ჩვენთან არის გადმოვალ თქვენთან გადავდივარ მოსახლეობასთან. სად ხართ? მოსახლეობა მაინტერესებს, რომელიც ჩამოსულია სწორედ საყდრისიდან და დიახ გისმენთ თქვენ მიკროფონი გაქვთ. გისმენთ თქვენი დამოკიდებულება როგორია? არ ვიცი, თქვენ ხომ არ ხართ თანამშრომელი? ხართ თანამშრომელი, აი როგორია, მაშინ ძალიან საინტერესოა თქვენი მდგომარეობა. მე მინდოდა მელაპარაკა მაცხოვრებლების სახელით. რა თქმა უნდა, არქეოლოგიური ძეგლი აღარ არის ობიექტი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თქვენთვისაც არ არის ეს ძეგლი? ჩვენთვის არ არის. და ამას აქვს გარკვეული საფუძვლიანი მტკიცებულებები. ძალიან კარგი იქნებოდა, ჩვენ ვართ ქართველი მოსახლეობა, ჩვენთვის იქნებოდა ეს ძალიან მისაღები, როგორც კულტურული მნიშვნელოვანი ობიექტი. მაგრამ აქ არის მეორე და მთავარი საკითხი. აქ არის ლაპარაკი ხალხზე, ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. როცა ლაპარაკი არის საყდრისის მდებარეობაზე, რომ უნდა გადაამუშაოს საწარმო. აქ არავის არ აქვს მორალური უფლება ხელი შეუშალოს საწარმოს. მე ასე ვფიქრობ. კარგი, დიდი მადლობა. მე მინდა მოვისმინო აგრეთვე მოსაზრება, მაგალითად სტუდენტები იმყოფებიან ჩვენთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ძეგლია და უნდა შენარჩუნებული იყოს ეს ობიექტი. გისმენთ? მიაწოდეთ მიკროფონი თუ შეიძლება. გისმენთ? გამარჯობა, თქვენ გესალმებით ყველას. მე პირველ რიგში კითხვა მექნება არქეოლოგიური კომისიის წევრებთან, რომელსაც უფრო სწორად სათათბირო საბჭო ქვია. მე როგორც ვიცი და ეს ნამდვილად ესეა, საკანონმდებლობაში წერია 52 მუხლის და 51 მუხლის ეს რომელიც არის კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ექსპედიციის ხელმძღვანელს და უშუალოდ ექსპედიციას ავალდებულებს, რომ არქეოლოგიური სამუშაოების შემდგომ არტეფაქტები გადაიტანოს სამუზეუმო ან შესაბამის სამეცნიერო სივრცეში. მე მინდა ესეთი კითხვით მოგმართოთ, 8 წლის განმავლობაში
ირღვეოდა ამით კანონი, თუ უბრალოდ იმ იარაღებს, რომელიც გვირაბში იყო დაალაგებული, შტოლნაში უბრალოდ არ ქონდა არანაირი სამეცნიერო მნიშვნელობა. მადლობთ. თქვენ როგორ თვლით, რომ დაგვიკონკრეტოთ? უნდა იქნას შენარჩუნებული ეს ობიექტი თუ არა, როგორც ძეგლი? მე ვთვლი, რომ აუცილებელია გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის და ასევე მეცნიერთა ჯგუფის აზრი, რომ უნდა გაგრძელდეს გარკვეული პერიოდით შესაძლებელია კვლევა, მაგრამ ამის შემდეგ აუცილებლად ინვესტორს და მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება. აქაც უნდა დასრულდეს არქეოლოგიური შესწავლა და შემდეგ უნდა მოხდეს უკვე ინვესტორის შეშვება. დიახ. მოგესალმებით, თორნიკე მეშველიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. როდესაც საუბრობ ჩვენ მოსახლეობის დასაქმებაზე, კერძო საკუთრების ინტერესებზე, რა თქმა უნდა, ეს გასათვალისწინებელი და პრიორიტეტული არის, თუმცა მათი შენარჩუნება არ უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ხარჯზე. მე მინდა რომ დააფიქსირო, თქვენ ამბობთ, რომ ეს არის თქვენთვის ეს არის ძეგლი. ჩემთვის ეს არის ძეგლი და მე წაკითხული მაქვს და გავეცანი გერმანელი მეცნიერების მოსაზრებებს და ჩემთვის საკმაოდ არგუმენტირებული იყო მათი დასაბუთება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ არ უნდა გააგრძელოს ის ვერტიკალური ძალაუფლება, რომელსაც ახორციელდება ის წლების განმავლობაში. დიდი მადლობა და მე მინდა კიდევ ადგილობრივ მოსახლეობის წარმომადგენელს მივცე სიტყვა და შემდეგ უკვე გადავამთავარ სტუმრებთან. გისმენთ? ვარ ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც ხსენებულ საწარმოშია დასაქმებული. მინდა გითხრათ, რომ რაღაცა ვარაუდების დონეზე 3000 თანამშრომლის უხელფასო და უმუშევრად დატოვება სირცხვილია ხალხო. დაბა დაემსგავსება შავ ქალაქს. ამ საწარმოს ბაზაზე არის შექმნილი სწორედ ის მრავალსართულიანი კორპუსები, სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული ხალხი ცხოვრობს იქ, ვერი ფუნქციონირებს სავაჭრო ცენტრები, ვერი ფუნქციონირებს სკოლები, საავადმყოფო, სასწავლებლად ვერ გამოუშვებთ ნიჭიერ ახალგაზრდებს დედაქალაქში, ვეღარ იფუნქციონირებს მთლიანად დაბა, ვერ სწორედაც ამ საწარმოს შენატანებით ბიუჯეტში გალამაზებულია თვითონ ქალაქი ბოლნისი, ცხოვრობს ხალხი კარგად, ნორმალურად, ვერ გადავიხდით კომუნალურ გადასახადებს. არის ძეგლი თუ არა? არანაირად არ ვთვლი. ეს არის ვითომ და კულტურული ძეგლი და მე ვფიქრობ, რომ ვის ჭირდებოდა ესა? რომ ვითომ და ეს ისტორია შეეცვალა. რაღაც ადამიანების რომელიღაცა ნაწილს მე ვფიქრობ, რომ რაღაცა გრანტები უფრო აწუხებთ ამათ, ვიდრე ეს კულტურული ძეგლი. მეცნიერებს გულისხმობთ, რომ არ ვიცი, რომელიღაცა ადამიანების ნაწილს. ნუ შეგვიშლიან ხელს მუშაობაში. ჩვენ ადგილობრივ ხალხს გვინდა ხელფასები და სამსახური. არის აქ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი, რომელიც არ მუშაობს ამ კომპანიაში, ვინაიდან კომპანიაში მომუშავე ადამიანები მაინც დაინტერესებული მხარეა. ეგეთი არ არის, არა. არიან, არ არის. ზოგადად ყველა მუშაობს თქვენთან. თუ პენსიონერი არის, გეოლოგი, რომელსაც გაყავდა ეშტორნა, დღეს რო აჩვენებთ ეს გამონამუშევარი ჩემ მეგობრებთან ერთად, გეოლოგებთან ერთად. უბრალოდ რა არის იცით, აქ მე რეპლიკა რო არ ჩამერთო, არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ აჩვენებთ შტორნას, რომელიც ნამდვილად ჩვენი გაყვანილია, დგას იქ პიროვნება, არ ვიცი შტოლნერია თუ არა, ვერ გავარჩიე. და სადაო გავხადეთ ეს ჩვენი გაყვანილია თუ ადრინდელი. ეგ ერთი. მერე მეორე, ბატონისოსო ვერ ხედავდა. აქ წავიდა ლაპარაკი სპილენძის მადნის არსებობა, არ არსებობის შესახებ. ბატონისოსო უკარო მიბრუნებულიყავით, იმ დროს აჩვენებდნენ უამრავ სპილენძის მეორად მინერალებს. შესანიშნავად ჩამდა. მე მუშაობდი და ამდენი მე თვითონ არ ვინახე. დიდი მადლობა. თუმცა მაგაზე დიდი მადლობა. უნდა დაუბრუნდეთ. კარგით, დიდი მადლობა ბატონო სოსო. მე კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ ის თუ რა გამოსავალს ხედავთ თქვენ სხვადასხვა შემთხვევაში. მაგალითად თუ ამ ობიექტს დაუბრუნდა ძეგლის სტატუსი არსებობს თუ არა იმის საშუალება რომ მთლიანად ობიექტის გადატანა მოხდეს სხვა ადგილზე. არსებობს თუ არა ის საშუალება რომ თქვენ ისე მოიპოვოთ ოქრო რომ არ დააზიანოთ ეს ობიექტი. მაგალითად არ ვიცი, მიწის ქვეშ ჩახვიდეთ ისე რომ ობიექტი არ დააზიანდეს ან კიდე რა გამოსავალს. ამობ ობიექტი დღესაც ზიანდება. მე მინდა უბრალოდ რამდენიმე სიტყვით შევეხმაურო, ასე ვთქვათ, ბატონი დავითს რეპლიკას იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გსვენოდეს, რომ გერმანელები მუშაობენ იქ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველი ერთი რამ მინდა შეგახსენოთ ბატონო დავით, ჩვენი შეხვედრა, ასე ვთქვათ, სწორედ იმ ექსპერიმენტის ჩატარების დროს, როცა თქვენ ბრძანეთ, თქვენ მითხარით პირდაპირ, რომ რო არ ყოფილიყო ეს ადგილი ჩვენ უნდა გამოგვეგონაო. მეორე ეხლა ის ექსპერიმენტი ცოტა მოლანასრედინის ექსპერიმენტს დაემსგავსა, რომელიც გასაღებს სახში, რომელიც დაკარგა გარედეძებდა, იმიტომ რომ სახში ბნელოდა. აბა ცეცხლის დამთება 28 მეტრის სიღრმეზე და ზედაპირზე აბსოლუტურად განსხვავებული რამეა. მე იმ ექსპერიმენტმა სხვა შორის საკმაოდ ესევე კითხვები წარმოშვა. იქ დაახლოებით 12 კუბომეტრი მუხის ჟეჟა დაიწვა. თუ ეს ჭირდებოდა 50 კილოგრამი მადნის მოპოვებას და 0,38 გრამის ოქროს გამორეცხვას,
იქ უნდა იყოს ნაცარტუტის გროვები ქვემოთ. და უნდა იყოს ნახშირი, რომელიც კანტიკუნტათაა ნაპოვნი. გარდა ამისა, თქვენ როცა ბრძანეთ, რომ ბატონმა მინისტრმა ასე ვთქვათ, მოტივაციად ამ ძეგლის სტატუსის გაუქმების აიღო ის, რომ ეს სპილენძის მაღარო იყო, არ ბრძანდებით, სწორი, აგერა სამინისტროს იურისტი და ის გეტყვით მთელ მოტივაციას, ასე ვთქვათ, რატომ მოხდა. მოხდა სწორედ იმიტომ, რომ მოდით პირდაპირ ვთქვათ სიტყვები. დავანებოთ თავი, ასე ვთქვათ, იმ გადაცდომებს, დავანებოთ თავი პროცედურულ დალღვევებს, რასაც ქალბატონი მარინა ახსენებს ხოლმე ხშირად. იყო გაყალბება, კონკრეტული გაყალბება იყო და გაყალბებული დოკუმენტით საფუძველზე მივიღეთ ჩვენ ძეგლი, რომლის არსებობა ბევრმა აქ მსხდომმა ადამიანმა, მათ შორის შეიძლება ბატონმა მინისტრმა და ვთქვათ, საზოგადოების ბევრმა წევრმა შეიტყო იმის მერე რაც კომპანიამ წვავეთ დააყენა საკითხი, ასე ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით. ვის ჭირდებოდა ეს გაყალბება? არ ვიცი, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე შორსა ვარ შეთქმულების თეორია, უბრალოდ ხედავ რაღაც მისტიურ არეულს, ასე ვთქვათ, ზოგადად ამ პროექტის გარშემო. და მე თუ ესეთი განძი გვედო 2006 წლიდან. რა უბედურება, არავის არ მოუვიდა თავში, რომ ან ისე თქვა, რომ ნაგავსაყრელი გაიტანეთ იქიდან. იგივე იმ გერმანელს, რომელიც ძალიან აკურატულობასაა მიჩნეული და რომელიც ასე ვთქვათ, სოფლიო მნიშვნელობის ძეგლად მიიჩნევს. რატო ერთხელ არ დაებადა კითხვა, რომ ცოტა ნაგავსაყრელი მოაშორე იქიდან. ერთი ბანერი არ ყოფილა ამ ობიექტზე, რომელიც კანონით ეკუთვნოდა მას. მას არ ყავდა დაცვა ამ ობიექტს. ღიაცის ქვეშ იყო მიღრელი არტეფაქტები. აბსოლუტურად თავისუფალი ხელისწრომა იყო და მე ვიცი, რომ არ ერთხელ მინახავს, რომ აი ამ შესასვლელში, სტოლიაში, ზამთარში საქონელი შეყავდათ ხოლმე და ცეცხლთემლი და ვისაც უნდა შედიოდა გამოდიოდა. ანუ იგივე ის რო იკითხა აგერ ახალგაზრდა, მის არტეფაქტები კანონი დაარღვია ამ ექსპედიციამ თუ იყო ღირებული. ალბათ არ იყო ღირებული. როცა ლაპარაკობთ ოქროს შტამბეში და იმაზე რა ქვია, შემცველობაზე, აქ ამაქვს თქვენივე 2009 წლის ანგარიში, სადაც პირდაპირ შავი თეთრზე წერია, რომ მათში ოქროს შემცველობა საკმაოდ შტამბეშტავი იყო და მითითებულია სინჯების ნომერი 240-68 და 240-62. ავიღეთ ეს სინჯები ბატონო, გამოვითხოვეთ ამ სინჯების რეზულტატები და ერთში ესე იგი შემცველობა აღმოჩნდა 0.71 გრამი და მეორეში 0.79 გრამი. ეს მაყურებისთვის გაუგებარია, ეს ძალიან დაბალ ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა მადანში იყო 0.71 გრამი ოქრო. რომელსაც თითის ვერზე რო დაგიდოთ, ვერ დაიდახავთ. მიდიხართ ისე ვიქით შეიძლება რასაც ამბობდა მე არსად არ მივდივარ მე შორსა ვარ სამეცნიერო დისკუსიისგან აბსოლუტურად მე არსად არ მივდივარ მე უბრალოდ პასუხობ ბატონებს იმიტომ რომ ზოგადად თლიანად აი ამ რიტორიკას რომელიც ახლა მიდის საზოგადოებაში ახასიათებს ერთი რამ რომ ზოგადად არის საზოგადოებაში სტომაში შეყვანილი და გრძელდება ასე ვთქვათ საკმაოდ ისეთი არ ვიცი ორგანიზებული ძალიან მოკლედ რო გითხრათ ბატონ სოსო გადატანის საშუალება არის თუ არა გადატანის საშუალება და საერთოდ ამ შემთხვევაში რაც არის მე ცარიელ ადგილზე არ ვამბობ რა კი აქ ვიღაცისთვის ეთნიკური წარმოშობა და მოქალაქეობა ასე ვთქვათ საექსპერტო უკანასკნელი მას წარმოადგენს ინსტანციას ჩვენ მყავდა მოწვეული აპრილში სანამ ეს საკითხი დაიწყებოდა და სწავლობდით კომპანიას საკითხს ვინჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი ლექტორი პაულ ევერილი რომელსაც დაათვალიერა რომელიც პირდაპირ მოგცა დაასკვნა ამასთან დაკავშირებით აგერა ასე ვთქვათ ორიგინალი წერილისა და აგერა მისი თარგმანი შეგიძლიათ გაეცნო რომ არქეოლოგიის მიზნებით ძეგლზე მუშაობა არ არის ორმხრივად გამომრიცხავიო საყდრში აღმოჩენილი მატერიალური კულტურის ნიმუშების მიუხედავად ჩემი მოსაზრებით ისინი ადასტურებენ უფრო რიტუალურ დანიშნულებას და არა სამთო საქმიანობას აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს აღმოჩენილი ნივთების და ძეგლის ნახაზების მიხედვით შემიძლია ამოღებული ფენები ყო რაც თავარია რაც იყო ყველაზე უფრო საღიაზრი მაშინვე და რაზეც ბატონ გურამთან პირველი ასე ვთქვათ განხილვების დროს გახსოვთ თქვენ ოქროშუალედზე ლაპარაკობდით თქვენ თვითონ რომ აქ ეს პირდაპირ წერს ეს არის ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკა და პრაგმატული მიდგომა იმაზე რომ მაგალითად გაერთიანებულ სამეფოში ნებადართულია იმ შემთხვევაში თუ კვალიფიციური არქეოლოგიური უზრუნველყოფის სათანადო ძალისხმევას რათა აღრიცხონ სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი არქეოლოგიური ფაქტები და გადაიტანონ მუზეუმში იქ შეიძლება ასე ვთქვათ გაგრძელდეს გასაგები ანუ ისევ არტეფაქტების გადატანა მაგრამ საუბარი ზედმეტია თვითონ ობიექტის გადატანაზე ან მიწის ინფორმაცია ინფორმაცია შენახულია გასაგებია დიდი მადლობა ის აუცილებლად ბოლოში კომისიის წევრი თქვენს მიერ შექმნილი კომისიის წევრი ფაქტობრივად ამბობს დაახლოებით იგივეს რაზეც ახლა ბატონი სოსო საუბრობს დავით ლომიტაშვილი რომელიც ჩვენთან ახლა არ იმყოფება ამბობს ასეთ რამს ბატონო დავით აქ ხართ ძალიან კარგი მე ახლა თქვენს ციტატას წავიკითხავ ის ამბობს რომ იქ არავითარი ოქროს უძველესი მაღარო არ არის და ეს არის სამეცნიერო თაღლითობა
შემდეგ ბატონო დავით ხომ დამეთანხმებით რომ ეს თქვენი სიტყვებია ის აგრეთვე ამბობს როგორც ჩანს ამ ყველაფრის უკან დიდი ფინანსური საკითხი დგას სამინისტრო სენსიტიურად განიცდის ამ საკითხს არ მომერიდება და პირდაპირ გეტყვით რომ მინისტრის პირველი მოადგილე მარინა მიზანდარი ფაქტობრივად ამ სიტუაციაში მხარეა რომელიც ღიად ლობირებს ერთი მცირე ჯგუფის ინტერესებს კომისიამ დადო დასკვნა და მისი გაბათილების ან შეცვლის ერთადერთი გზა უნდა ყოფილიყო სასამართლო და არა მიზანდარის გადაწყვეტილება ბატონ დავით მიეცით თუ შეიძლება მიკროფონი ბატონ დავით და ბარემ ვინაიდან აქ ხართ გითხარით რის საფუძველზე გაგიჩნდა თქვენ ამის ეჭვი და რატომ ამბობთ რომ ეს არის სამეცნიერო თვალსაზრისობა დავიწყებ თავიდან მე ვსაუბრობ როგორც კომისიის წევრი ბატონი მინისტრის მიერ შექმნილი რომელმაც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა მაგრამ იმუშავა მხოლოდ და მხოლოდ იმ დოკუმენტაციაზე ოფიციალურად და არაოფიციალურად მოწოდებულზე რომელსაც კომისიის ყველა წევრი გავეცანით. როდესაც კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე პირველივე დღეს ფაქტიურად კონკრეტული პიროვნება ძალიან ყბადაღებულ თემას უნდა დაუბრუნდე. იღებს მავანი გერმანელის, რომელსაც პატივს სცემ მთლიანად მათ სამეცნიერო პოტენციალსაც ყველაფერს, მაგრამ იღებს ორგვერდიან რაღაცა წერილს, რომელსაც სავალდებულოდ მიიჩნევს, რომ ეს წერილი უნდა იქნას გაზიარებული. ბოდის ვიხდი ბატონ ომარსაც დავეთანხმები და იმ კვლევარებსაც, იმ მეცნიერებსაც, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემ და ვიზიარებ მათსავე შეხედულებას, რომ ესე არ შეიძლება. ქართველი მეცნიერები ვიწამოთ ჩვენი საკუთარი თავისა და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანასაც სჭირდება და მეცნიერებასაც განვითარებისათვის. არაერთ გზის მაქვს ნათქვამი, რომ მეცნიერებას არგუმენტები სჭირდება. მიუხედავად იმ შენიშვნებისა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში თუნდაც კონკრეტულად ჩემი მისამართით მესმის, თუნდაც გუშინდელი სატელევიზიო გადაცემა არანაირ შემთხვევაში არ ვღებულობ ამ შენიშვნას. მე მერჩივნა რომ არგუმენტები მიმეღო და ამ არგუმენტებზე დაყრდნობით გველაპარაკა და ამ არგუმენტებზე დაყრდნობით თუნდაც ამის საჭიროება გაჩენილიყო შეგვეცვალა ჩემი შეხედულება, მაგრამ ის დოკუმენტაცია იცით რა, როცა საწყის ეტაპზე ვამბობ კიდევ რაღაც ორგვერდიან წერილს მაჩვენებ შორიდან და მეუბნები რომ გინდა თუ არა ეს რაღაცა კუთხით აპრიორად მიიღე, ეს ჩემთვის უკვე გარკვეულად ზეწოლად აღიქმება. იმიტომ რომ ჯერ მუშაობა არ დამიწყია, ამ დოკუმენტაციის გაცნობა ბოლომდე არ გამიკეთებია. კიდევ ამბობ, არა ვარ ამ ქართულ-გერმანული პროექტის მონაწილე, მაგრამ ის კითხვები, რომელიც ამ ნაშრომების გაცნობის შემდეგ, რომელიც ძალიან სქელტანიანია და ძალიან დიდ დროს მოითხოვდა მისი გაცნობა, იმდენად ელემენტალური კითხვები ჩამოყალიბდა, რომელზე დაყრდნობითაც შეუძლებელი გახდა ჩვენთვის ამ ასე ვთქვათ ობიექტის ოქროს უძველეს პრეისტორიულ მაღაროთ თქვენსავე კითხვას მინდა გამოვეხმაურო და ბარემ ვისარგებლო ამ შემთხვევით. წარმოიდგინეთ 500 ჯერადი გადიდების ელექტრონული მიკროსკოპით იყოს არის შესაძლებელი იმ ოქროს წინწკალის დანახვა. ვინ დაინახა გუშინდელ ტელეგადაცემაში მოვისმინე რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა. არ ვიცი, ვერ გეტყვით. ხოლოდ გითხარით რა გაძლევთ იმის საბაბს რომ ფინანსური ინტერესები დგას ამ ყველაფრის უკან. როდესაც მარინა მიზანდარზე საუბრობთ თქვენ. ვისი ფინანსური ინტერესები? ჯგუფი რომელსაც რაღაც გარკვეული შეიძლება მარინა მიზანდარის ინტერესებზე ვილაპარაკე იმ კუთხით, რომ მან სწორედ აი ეს ორგვერდიანი დოკუმენტით სცადა დაემტკიცებინა თუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში რა გააკეთა, რა ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელია ის, რომ თუნდაც ძალიან საპატივსაცემო მეცნიერის ორგვერდიანმა ნაშრომმა გადაწონოს 11-კაციანი კომისიის ძალიან მსხვილტანიანი დასკვნა. ბატონო გოდერძი, მოკლედ ხთობთ დიახ ისმენთ. საყდრო უნდა გითხრათ, რომ ესე იგი გამოვიდა, რომ ესე იგი აქ დრო გადაგენაწილებინათ, რომ ჩვენს რაღაც თქვა. ისმენთ, ამიტომაც მოგეცეს ახლა სიტყვა. მოდი იმ დღიდან როგორც კი გაჩნდა ესე იგი სხვა აზრი, რომ ეს არ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ობიექტს უძეგს, ჩვენ მაშინვე შევთავაზეთ ყველას, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს მიჩუმად და ხმარავის არ ამოუღია. ეხლა ვინ არის თაღლითი და ვინ არის მეცნიერი და ვინ არ არის? მოდი, რახან ასე მიდგა საქმე,
გერმანულმა მხარემ რამდენადაც მე ვიცი ოფიციალურად მოიწერა წერილი და გთავაზობთ გარკვეულ უცხოელ სპეციალისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც ჩაატარებენ გარკვეულ სამუშაოებს იქ. თქვენი ბატონოსო, თქვენს მიერ მოწვეული ექსპერტით ჩართეთ იქ, კიდევ დაამატეთ კიდევ ვიღაცები, ჩამოვიდნენ და ნახონ. ესე ჩვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ უკვე შეურაცხყოფაზე გადავდივართ და შეიძლება ხვალე უფრო უარესიც მოხდეს. არ შეიძლება ეს. ამიტომ მე კატეგორიულად მოვითხოვ თქვენგანაც და თქვენგანაც ბალწემულო RMG გოლდის წარმომადგენლობა რომ საერთაშორისო კომისია ჩამოვიდეს, ჩაატაროს ექსპერტიზა და მერე გამოჩნდება, ესე იგი, ასია თუ ისია. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი წუთით, ქალბატონო, არა, იცით რა, ეგ სხვა სამინისტროების საკითხია და არა კულტურა. ბატონო ჩემ, ეს კულტურის სამინისტროს არ ეხება ეგ საკითხები და თუ გინდათ მაგაზეც ვისაუბროთ. მე სრულად გეთანხმებით ქალბატონო, ეს სხვა საკითხია და მაგაზე თქვენს გვერდზე ვიდგები ყოველთვის. და ამიტომ, ესე იგი, ბატონოსო, ესე იგი, ძალიან ელემენტარულ რამეა, 7 იანვრიდან დღემდე 20 დღეზე მეტი გავიდა და ერთი კაცი ვერ შევიდა იქ რომ ენახა რა მოხდა. ეხლა ძეგლია თუ არ არის ძეგლი, არ შეიძლება ასე, ხო? რაღაცა არსებობს ესე იგი. მე ორ რამეს მოვითხოვ კატეგორიულად. ერთი, რომ ესე იგი, შეგვიშვათ სპეციალისტები და თქვენი წარმომადგენლები და ვინც დაინტერესებული ყველანი იქ და ვნახოთ რა მოხდა, ეს ერთი. მეორე, აუცილებლად ჩამოვიდეს საერთაშორისო კომისია, იქნება თუ ექსპერტიზები იქნება, ვინცაც თქვენ ჩათვლით აუცილებლად და ის 5 სპეციალისტის, რომელიც შემოგთავაზეთ გერმანულ მხარეს და გერმანული მხარე იღებს, ახლა თქვენ არ გინდა დაფინანსება, ამის დაფინანსებასაც იმათ შეაფასონ ეს ამბავი. და მე ერთი რამე მინდა კითხვა დაგისვათ ბატონოსო, თქვენ თქვით გუშინ გავიდა ეს გადაცემაში, რომ არ ამოწურულა შესაძლებლობები მოლაპარაკების და შეთანხმების. ადასტურებთ. ხო, თუ ადასტურებთ ამას, მაშინ ეს შეხვედრები ჩვენ გვაძლევს მეტ წინსვლას თუ ჯობდა იგივე ის კომისიის წევრები კიდე დაინტერესებულები დამსვლელი ყავი და გვესაუბრა ამაზე, ბატონო. მადლობა. ერთი წამით ბატონო და ძალიან ეს ძალიან ძნელია. 10 წამს ვითხოვ, იმიტომ რომ განელდება ასე ვთქვათ ის პასუხის ასე ვთქვათ სიმწავე. ხოლო 10 წამი. კი ბატონო. ხოლო 10 წამი. პირველი თქვენ თუ თქვენ თავში ეჭვი შეგაქვთ რომ არ ყოფნით კომპეტენცია და ხართ მიკერძოებული, მე არ ვთვლი რომ თქვენ ხართ არ ყოფნით კომპეტენცია და ხართ მიკერძოებული. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო კომისია მე არაფერს არ მაძლევს. მე ვენდობი ქართველ მეცნიერებს. ეს ერთი. ესე ჩვენ არ ვართ მეცნიერები და არ უკაცრავად როდესაც გერმანელი თავაზობს თქვენ ვერ წყვეთ და ამიტომ საერთაშორისო კომისიაში ჩამოგიყვანთ ის მეუბნება რომ მე არ გამაჩნია სათანადო კომპეტენცია და არა ვარ მიუკერძოებელი. მაშინ ბატონო ხართ თქვენ მიუკერძოებელი და გაგაჩნიათ სათანადო კომპეტენცია. არქეოლოგები რომლებიც თვლიან რომ იქ არ არის მოვალთ თქვენთან ოფისში მარტო არქეოლოგები, მოწინააღმდეგეები და მომხრეები და ჩვენ ვილაპარაკებთ. მაშინ თქვენ თანზარსებთ ყველაფერს. მოდის მოგიხურეთ კარი. ბატონო დავით, ის ძალიან მოკლედ უნდა დავასრულოთ. ბატონო დავით, ძალიან მოკლედ. და ჩვენ ესე ჩუმად ვივართ. ბატონოსო, მეცნიერების კომპეტენციასთან დაკავშირებით. ისე კი ნუ შევარჩევთ, ვინც ჩვენ გვინდა ის ჩავსვათ კომისიაში, ისე როგორც მინისტრმა გააკეთა ერთი წუთით. გავაკეთოთ ისე რომ აი ეს საქმე ჩავაბაროთ სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს, რომლებიც საბედნიეროდ კიდევ ბევრია ჩვენს ქვეყანაში და ვენდოთ მის კომპეტენციას და არა ისე რომ ჩვენ შევარჩიოთ მეცნიერები, ნურც ჩვენ ვიქნებით, ნურც ისინი და ნუ გავაკეთებთ ერთმანეთის ოპონირებას. დიდი მადლობა, დავით. დიდი მადლობა. ვეღარ დასაქმებასთან დაკავშირებით. დასაქმებასთან მე მინდა ქალბატონი დავასრულო და ყველა მოსახლეობა პოტენცია ეს არის თავარი რომ ბატონებო აი ეს გახლავთ სამთო მინაკუთვნის დაახლოებით 5-დან 10%-მდე. არავინ RMG გოლდის მუშაობას არ ზღუდავს. მერწმუნე თამაში უზარმაზარი ტერიტორიები თქვენ თვითონაც ძალიან კარგად მხოლოდ ერთადერთი ბორცვის შენარჩუნებაზეა საუბარი. დიდი დიამეტრით სამასო მისაუბრა რომ გადამწყვეტია ბატონ გურამს უნდა დავასრულებინო გადაცემა ბატონ გურა თქვით ხარით საბოლოოდ მაინც ხელისუფლებაზეა პასუხი ვინაიდან ეს კომპანიაც ეს მოსახლეობაც და შესაბამისად მეცნიერებიც ელოდებიან იმას თუ რა გადაწყვეტილებას დადებს ხელისუფლება ამ შემთხვევაში არა მხოლოდ კულტურის სამინისტრო როგორც თქვენ თქვით მაგრამ თქვენი მხრიდან როგორი იქნება ნაბიჯი რა გამოსავალს ხედავთ თქვენ ხო, ჩვენი მხრიდან ეხლა ხელისუფლების გადასაწყვეტი რა თქმა უნდა ეს ერთიანი მთლიანი გადასაწყვეტია, რომელსაც ელოდება მთელი საქართველო და აქ როდესაც ვამბობთ ობიექტზე, არქეოლოგიურ ობიექტზე,
და არიან ადამიანები, რომლებიც ზეგლად მოიხსენიებენ ამ ობიექტს. დიდი სხვაობა ფაქტობრივად არ არის. მოვრიგდეთ ერთ ამბავზე, რომ ეს არის მოვლენა ჩვენ ცხოვრებაში და მორიგებადია ეს პრობლემა, ვინაიდან ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, თქვენსა და თქვენი მოადგილის შორისაც არის განსხვავება, ჩვენ ხედავთ კიდევ ერთხელ, მარინა მიზანდარ ძალიან კაფიო დამოკიდებულება აქვს, რომ ეს არის ძეგლი. კომისია, რომელიც თქვენ შექმნით, ამბობს, რომ ეს არ არის ძეგლი. როგორ მოახერხებთ თქვენ ძეგლის სტატუსი არ აქვს ახლა. ძეგლის სტატუსი არ აქვს, არის ეს არქეოლოგიური ობიექტი. ძეგლი არ არის თქვენთვის, ეს არის ობიექტი. ეს არის მოვლენა ჩვენ ცხოვრებაში. ამ ობიექტზე ერთი წლის წინ ძალიან ცოტა ვინმე თუ იცოდა და დღეს იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ რამდენჯერ ვახსენებთ საღტრის ყაჩაღიანს, რამდენჯერ დაიბეჭდა, რამდენი გაზეთი, რამდენი ტელეგადაცემა და ასე შემდეგ. მე რა თქმა უნდა ძალიან პატივს და ვცემდა გარდა ამისა, ძალიან მიყვართ ჩვენი მეცნიერები, იმიტომ რომ ჩვენც მე დიალოგში, დისკუსიაში მათთან არ შევდივართ. ესენი არიან მეცნიერები, რომლებსაც ხშირად კამათი მოздით და ასე შემდეგ და მე მომსწრე ვიყავი იმ დიალოგის, რომელიც ბატონ გოდერძის ჰქონდა და ბატონ სოსოს. ეს იყო შესანიშნავი დიალოგი, სანამ თქვენი გადაცემა დაიწყებოდა. მხოლოდ დიალოგის ფორმით ჩვენ ყველაფერს გადავწყვეტ და არ არსებობს არც ერთი პრობლემა, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან არ გადავწყვეტ. თუ თქვენ დიალოგში შეხვდათ მოსახლეობასთან, ჩემს მეგობარს, რომ ცოტა ისე უნდა გამომიყვანოს ერთპიროვნულად გადამწყვეტად, ეგრე არ არის. ბატონო დავით, მე მინდა გითხრათ, რომ ის კომისია მარტო ჩემი შედგენილი არ არის, ჯერ ერთი, მე არა ვარ ის კაცი, არც ის კომპეტენცია მაქვს, რომ მე თვითონ შევადგინო კომისია და მე როცა ჩემი დასკვნები გავაკეთო და დავდო და ასე შემდეგ. თქვენ უკვე მე რამდენად ამას ჩვენთან სამინისტროშიც იმეორებდით, თქვენ ხართ მოწმე იმისა, რომ ჩვენ გავაღეთ ფართოდ სამინისტროს კარები და ჩვენ რგვალი მაგიდა, რომლის მონაწილე თქვენ ბრძანდებოდით, აი ესე შევქმნით და აი ესე ვისაუბრეთ მან. ჩემი სურვილია, ბატონო გიორგი, რომ საღტრის ყაჩაღიანი არ დარჩეთ ჩვენთვის და არ გახდეს განხეთქილების ვაშლად. ჩვენ აქ ბავშვები, ჩვენი შვილების თაობის უფროსებს, ჩვენ მათთვის მაგალითი უნდა ვიყოთ, რომ როგორ შეიძლება ორი განსხვავებული, თუნდაც მეტი აზრისაგან ერთი აზრი მივიღოთ. ანუ მაგრამ ბატონო გურამ, ეს სამეცნიერო კამათიც ხომ შეიძლება 10 წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ან საერთოდ ვერ მივიდნენ საერთოდ დასკვნამდე მეცნიერები ამასობაში მოსახლეობა, რომელიც უცდის პასუხს, აი ამ მოსახლეობასთან თუ შეხვდათ თქვენ დიალოგში, როგორც მთავრობის წევრი, არა როგორც მაინც კულტურის მინისტრი, როგორც მთავრობის წევრი, რას ეტყოდით მათ, რომელიც ელოდება გადაწყვეტილებას? სახელმწიფო ზრუნვის საგანია, როგორც ძეგლი, ჩვენ ვართ ძეგლისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ასევე არის ის მეორე მხარე, ჩვენი მოსახლეობა, ორივე არის სახელმწიფო ზრუნვის საგანი. სახელმწიფომ უნდა ერთზეც და მეორეზეც იზრუნოს. მაგრამ ჩვენ მოხდით რაღაც საოცარ სიტუაციაში ახლა, რომ სადაც არ შეიძლება ამ ძეგლის შენარჩუნება, თითქოს ჯერჯერობით ასეა საუბარი ობიექტის როგორც თქვენ ამბობთ, არა ძეგლის. დიახ, ობიექტის, ანუ თქვათ და არ შეიძლება პარალელურად მოხდეს ის ყველაფერი, რაც ჩვენ ყველა პრობლემას მოგვიხსნიდა და არც ეს გადაცემა ჩაიქნებოდა დღეს და არც ეს დაუშვათ აი ესეთი ხმაურიცა და დაძაბულობა ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ მოდით ყველა მერთად ვეძებოთ ოქროს შუალედი, ოქროს კვეთა, ოქროს გამოსავალი. აქ ჩვენი ქვეყანაა. მარცხენა მხარე საქართველოა, მარჯვენა მხარეც საქართველოა და ორივე ერთად მთლიანად ჩვენი სამშობლოა. ჩვენი სამშობლო ჩვენია და ჩვენ შევძლოთ გამოვიდეთ ყველაზე გამოუვალი სიტუაციიდან. ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ. სხვა მოვა დავიხმარებთ მათ აუცილებლად. იქნება გერმანელი, იქნება ფრანგი. ერთ პლანეტაზე ვცხოვრობდა. ყველა ჩვენი მეგობარია, მაგრამ უპირველესი საზრუნავი ჩვენია. ეს ქვეყანა და ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ახალ თაობასთან ერთად ეს გავაკეთოთ. მე მჯერა დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. რა თქმა უნდა, კონსენსუსამდე ჩვენ აქ ვერ მივიდოდით, ამის ილუზია არ ქონდა. დიდი მადლობა ყველა ჩვენს სტუმარს. არჩევანი დასრულებულია. ჩვენ დავბრუნდებით მომდევნო სამშაბათს. ნახვამდის.